სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ერთი იღებდა თურქეთის მოქალაქისგან ქრთამს, მეორე რუსეთის მოქალაქისგან ქრთამს. ახობაზე რომ დაჯდეს სასამართლოზე და პირი მოაღოს, შეუძლია რომ ქართული ოცნება ერთ დღეში ერთ სასამართლოს ხდომაში ამოაყირაოს. ჩემნებიდან დაწყებული საპატრიარქო კრიმინალები, მიბმული ბიზნესი, ასე შემდეგ, ყველაფერი გადიოდა მაგათ ხელში. ანუ ყველაფერი იცის მაგკაცმა, ყველა სიბინძურე. კი ბატონო, იმდენი აქვს უკვე ნაშოვნი ამ ხალხს, რომ შვილიშვილების თაობას გაყვება. ამდენი რამე იციან, რატო არ ლაპარაკობენ? წარმოგიდგენია რა დონის ნარკოტიკის შემოდინება ხდება, რომ ვერ აუდიან მის გასაღებას და დამატებით კურიერები სჭირდება. ახლა მე ვარ აქ მინისტრი, ახლა ჩემი ხალხი მოვიდა და თუ ვინმე უნდა დაალაგდეს, ჩემთან უნდა დაალაგდეს. დღის განმავლობაში რომ CKPD-ს ნარკომანიის თანამშრომელი იმაზე ღონისძიებაზე არის, საღამოს მიტინგის დასარბევად მიყავთ. და იღუპებიან იმ ქოცების შვილების თაობა, რომლებსაც დღეს ამ ყველაფერზე აქვთ ნოლი რეაქცია. წირვიდან გამოვიდა, კლიენტს მისცა ეგრეთ წოდებული ფაქტი, ანუ გაყიდა და შევიდა უკან. მღვდელმა ჯერ წირვა ჩაატარა, წირვის დროს რო გამოდის და გაყიდის და უკან შევა, რა ვიცი, მაგას მეტი რაღა უნდა გააკეთოს. სახელს და გვარს ვერ მეტყვი? არავის არაფერი არ გაუნადგურებია. ამოწიეს ეს ხელწერილები, არის აღრიცხული და იქნება შენახული სულ 10 და მარადის უკუნითი უკუნისამდე. მოგესალმებით, თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინე, მე ვარ ეკა კვესიტაძე და ჩვენ ვიწყებთ ახალ ეპიზოდს გიორგი ირემაშვილთან და ირაკლი შაიშმელაშვილთან ერთად. ნარკოტიკები, ბარიგების ფარველები და ჯაშუშები. ძალიან საინტერესო ამბებზე და ისტორიებზე ვისაუბრებთ ამ ეპიზოდში, მაგრამ მანამდე კვირის მთავარი თემა. სუსის უფროსის მოადგილე ლილუაშვილის მარჯვენა ხელი ლევან ახობაძე დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. დღეს ჩვენ ბევრ რამეს გავიგებთ იმაზე, თუ ვინ არის ლევან ახობაძე, რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა მას სუსში და გადიოდა თუ არა მის ხელში ყველა ბინძური პოლიტიკური საქმე და ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა დგას მისი დაკავების უკან. რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პოლიტიკოსმა გია ყრუაშვილმა სოციალურ ქსელებში განცხადება გააკეთა, რომ მისი 22 წლის შვილიშვილი ნარკოტიკებმა იმსხვერპლა და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა გარდაიცვალა. ის სახელმწიფო უწყებებიდან ზედოზირებით გარდაცვლილების სტატისტიკას ითხოვს. გამოწეული მაქვს აი სტატისტიკა და პირდაპირ ვაცხადებ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომში, იმიტომ რომ მე ვიყავი ორივე გამონაწილე. იმდენი ახალგაზრდა არ დაგვიკარგავს, რაც ახლა იღუპება ეს ბავშვები რა და თქვენს კარგად იცით, უცხო კვლელ ნარკოტიკებზე საუბარი პერიოდულად აქტიურდება, თუმცა რამდენიმე ხმაურიანი სიუჟეტის თუ ფონჭალაში ჩატარებული რეიდების შემდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალები ისევ მივიწყებას მიეცემა ხოლმე, მანამ სანამ ისევ ახალგაზრდები არ გარდაიცვლებიან. დღეს ჩვენ ბოლომდე ჩავყვებით სისტემაში არსებულ მძიმე პრობლემებს, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლას სასაცილო ფიქციად ხდის. და ბოლოს ჯაშუშები. როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ ორი ადამიანი დააკავეს რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდებით. ამ ამბის შემდეგ მალე ამჯერად უკვე დაუზუსტებელი ევროპული ქვეყნის სასარგებლო ჯაშუშობისთვის ბრალი წაუყენეს ივანიშვილის ყოფილ პრეზ-მდივანს და მარჯვენა ხელს გიორგი უძილაურს. კადრებიც გაავრცელეს, რომელიც უკიდურესად კომიკურია და თუ რატომ ამასაც კარგად ავხსნით. მაგრამ კომიკურ ამბებს შორის ყველაზე კომიკური მაინც ის არის, რომ სუსის, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ლილუაშვილი დაკავებულია თურქეთის მოქალაქისგან დიდი რაოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით. მისი მოადგილე ლევან ახობაძე კი რუსეთის მოქალაქისგან დიდი რაოდენობის ქრთამის აღებისთვის. მისი ადვოკატი კი ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი უფროსი რაშდენ კუპრაშვილია. და ესენი ჩვენ გვეძახიან უსამშობლოებს, აგენტებს, ფულზე გაყიდულებს და ასე შემდეგ. ამ ქვეყნის საუკეთესო მოქალაქეებს და სტუდენტებს კი ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ. სტუდენტებს, რომლებმაც დუშენის ბავშვებისთვის მარათონი გამართეს და უკვე $1,000,000 ლარზე მეტი შეუგროვეს. მაშინ, როცა კორუფციის უძირო ჭაობში ჩაფლური რეჟიმი ბავშვებს ტანჯვისთვის და სიკვდილისთვის იმეტებს. მაგრამ ამაზე სხვა გადაცემაში. ახლა კი მთავარ თემებს მივუბრუნდეთ. ირაკლი, გიორგი, კარგია თქვენთან ერთად დაბრუნება და ყველაზე მნიშვნელოვან ამბებზე კომენტირება. მოკლედ, რასაკვირველია დავიწყოთ ლევან ახობაძის დაჭერით. ჯერ გითხარით, ვინ არის ეს კაცი? იმიტომ რომ საზოგადოებას არ აქვს ბევრი ინფორმაცია ამ სუსის ყოფილ მოადგილეზე, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს კაცი იყო ეგრეთ წოდებული ხერხემალი, ერთ-ერთი ხერხემალი სუსში და ყველა ბინძური საქმე მის ხელში გადიოდა. გამარჯობათ.
მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ესე იგი, ეს ახალი ამბავი, რაც სუსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახუბაძეს უკავშირდება, ჩემთვის პირადად მოსალოდნელი არ იყო. ხლა არ დავიწყებ იმის ხმას, რომ მოსალოდნელი იყო და ასე შემდეგ არ იყო მოსალოდნელი, იმიტომ რომ ეს კაცი იყო ანუ ეს ლევან ახუბაძე იკავებდა ბოლოს სუსის უფროსის მოადგილის თანამდებობას. ეს ადამიანი იყო ძველი, ეს არის ძველი საკადრო ოფიცერი, ძველი უშიშროების სამინისტროს დროინდელი, აი ჯერ კიდევ შევარდნაძის დროინდელი და ესე ვთქვათ, ყველა მთავრობას გაუძლო, ყველა მთავრობა გამოიარა და აი აქ რაღაცა მოუვიდა ისეთი, რომ რაღაცით არ დააკმაყოფილა ამ მთავრობის კრიტერიუმები, რომ ესე დააკავეს. ერთ-ერთ წინა ჩემ ინტერვიუში რაც თქვი, რომ აი ეს დიპსეიტი მეთქი და იქ ჩაბუდებულია მეთქი, ხალხი მეთქი, არსებობს მეთქი, არა მარტო სასამართლოში, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და სუსშიც კლანები მეთქი, მარტო სასამართლოზე რო ლაპარაკობენ და შინაგან საქმეთა სამინისტროშიც არის და სუსშიც არის მეთქი. აი ეს იყო ზუსტად ტიპიური აი ამ კლანის წარმომადგენელი, რომელიც წლობით ეს იყო მეორე რიგის ხალხი. ამ ლევან ახუბაძემ ეხლა გადაინაცვლა ამ მოადგილის თანამდებობაზე. ეს იყო მეორე რიგის ხალხი, რომელიც ყოველთვის ასრულებდნენ ყველა მთავრობის დავალებას, ყველა დავალების შემსრულებლები იყვნენ და მეტიც, არა მარტო შემსრულებლები, ბევრი აი იმის, რაც ხალხს არ მოწონდა და რაც მოსახლეობას არ მოგწონდა, ყველა ბევრი მაგის ამ ყველაფრის მომგონები, ორგანიზატორები კი და იდეის ავტორები, ესე ვთქვათ. აი უბრალოდ პერსონა რომ მიმოვიხილოთ ეხლა, ანუ ხო. რო დავავიწროთ ლევან ახობაძე ვინ იყო? სანამ გახდებოდა ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, მას ეკავა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამდებობა, ანუ სუდის ეგრეთ წოდებული, რომელიც აკონტროლებს ODR-ებს და მთლიან საჯარო სექტორს. ანუ ამ კაცის გავლენა იყო უზარმაზარი, ანუ მასშტაბები რო წარმოიდგინოთ, ამავდროულად ის იყო პირადად, ასე ვთქვათ, მისი ქოლგის ქვეშ მოქმედებდა გიორგი სინჯიკაშვილი და სინჯიკაშვილის მსგავსი სინდიკატები საქართველოში მოდი სინჯიკაშვილიც შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ხო? ეს იყო ქვემო ქართლის გუბერნატორი. კი ბატონო. და ის სინჯიკაშვილის მსგავსი და კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელსაც ჰქონდა ამ დიდი დაპირისპირება ხარებასთან და გვახსოვს ეს ცნობილი ამბები. ანუ ახობაძე მართავდა არა მარტო სინჯიკაშვილის მსგავს სინდიკატებს. აგრეთვე ახობაძე მართავდა მთლიან რეგიონებს, იმიტომ რომ ანუ თავის დროზე ის რომ მოდის სუდიდან, ანუ სუდი იყო მთავარი პერსონა და ფიგურა, რომელიც ასე ვთქვათ, მწვანე შუქს ანთებდა, ვინ უნდა ყოფილიყო გუბერნატორი, ვინ უნდა ყოფილიყო მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, ანუ მერების მოადგილეების და განყოფილების უფროსების დონეზე, ანუ სუსი რო განიხილავს, ეს ხო უცხო არ არის. და ამ ახობაძესთან ერთად, ანუ არ უნდა დაგვავიწყდეს ალექსი ტაბატაძე, არ უნდა დაგვავიწყდეს ირაკლი ჩიმაკაძე, ანუ იმ დანაშაულებრივი ქმედებების არქიტექტორები გიგა ნიკოლეიშვილი, რომელიც ჯერ დაცვის პოლიციის თავმჯდომარე იყო და მერე სუსის მოადგილედ გადაიყვანეს და ბოლოს ამ ხალხმა 2024 წლის არჩევნები ჩაატარა. აი ესენი იყვნენ ის, ასე ვთქვათ, მთავარი დირიჟორები, რომლებიც მართავდნენ საარჩევნო პროცესს, რომლებიც მართავდნენ კაპიტნებს, რომლებიც მართავდნენ ტიტუშკებს, რომლებიც მართავდნენ ქუჩის სინდიკატებს, რომელიც მართავდა იმ ცენტრს, რომელშიც შედიოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, თვითონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ანუ ლევან ახობაძე, რო იყო ამ დონის ფიგურა, ანუ ძალოვან სტრუქტურაში ლევან ახობაძის წონა ყველა მიცოდა. მაგრამ ნახე აქ მნიშვნელოვანი დეტალი რა არის, ანუ ერთი კონკრეტული ფაქტიზე არის დაკავებული, ხო? ანუ ერთი რაღაცა ტელეფონის არის თემა დაალაგა და 250.000 ლარი გადაკეცა. ანუ რამდენი ესეთი ფაქტი იქნება, რომ უბრალოდ დაშვების დონეზე რო წარმოიდგინოთ, ანუ შეიძლება რო ნახეს ახლა დიდძალი თანხა, როგორც ღარიბაშვილიდან ამოიღეს 3 მილიონი და მეტი იყო. ანუ ვიცით თქმა მინდა, იცით რომ ამ ადამიანებზე ყველაზე არსებობს ეს კომპრომატები, ეს
დღეს არ გაუგიათ რომ ლევან ახობაძე ანუ ეკა ჩვენ რომ საუბრობთ სანქცირებული ტვირთების გატარებაზე და ეს 2022 წლიდან დაიწყო ძალიან აქტიურად, ხო? ანუ რუსეთში დღეს ჩვეულებრივად იყიდება, აი რომ ნებისმიერი აკრძალული და დასანქცირებული როგორც აუშვათ სამომხმარებლო პროდუქცია, ისე ავტომობილი იქნება თუ სათადარიგო ნაწილი და საიდან შედის? ძირითადი გამტარი არის საქართველო. აი ერთი ფაქტი შემიძლია მოგიყვანოთ სარფი საფაჟოზე იყო გაჩერებული ტრაილერები, რომელსაც შემოქონდა გაუდას და პარმეზანის ყველები, რომელიც უნდა შესულიყო. და ნუ აი ყველებზე მაგალითად კონკრეტული პირი იყო პასუხისმგებელი, რაღაცა სათადარიგო ნაწილებზე კონკრეტული პირი იყო. ანუ რისი თქმა მინდა? ანუ ესეთ სუსიდან? ანუ სუსიდან, შსს-დან, ანუ მაღალი თანამდებობის პირები, ანუ ხდებით, ანუ ვინც იყო აი ბოლოს მაგალითად სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ხო, მე ისიც სუსის, ანუ როგორ გითხრა, ერთი კლანი იყო ეს ყველაფერი. და რა არის იცით აქ მნიშვნელოვანი, რომ ესენი დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ. ანუ ესენი რომ ამას აკეთებდნენ, ანუ ეს ასე თქვა, წვანე შუქი ბიძინა ივანიშვილისგან იყო ანთებული. აი მოკლე გადახვევა ქართული ოცნების პროპაგანდისტების განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილის მოპარეს ფულიო. ანუ სახელმწიფო რო აზარალეს და სახელმწიფოს რომ მოპარეს და სახელმწიფო რო გააუბედურეს, იმაზე კი არ აპელირებენ, ბიძინა ივანიშვილის მოპარეს ფულიო. ანუ აი ბიძინა ივანიშვილის როგორ მოპარეს, მაგრამ როგორ ჩანს ამ ადამიანს, ამ პირობითად მის შუამავალს, ან ასე შემდეგ, ან რაღაც გარკვეული ამბიციები გაუჩნდა, ან არასწორ ადამიანს დაურეკა, ან საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა, ან ასე შემდეგ და ესენი დააფრთხნენ, შეეშინდათ და ანუ ეს დაკავება არ არის კორუფციული მიზეზით დაკავებული. ეს დაკავება ჩვენ უახლოეს მომავალში გავიგებთ რეალურ მიზეზებს, თუმცა ანუ ამაზე აი ესეთი ფაქტები თაროებად არის ყველაზე აბსოლუტურად სხვანაირად, ანუ ამ ადამიანების გაჩერება ამ სისტემაში წარმოუდგენელი არის. იმ ბინძური დავალებების შესრულება, რასაც ეს ადამიანები ასრულებენ, წარმოუდგენელი არის, იმიტომ რომ დაკომპრომიტირებულები არიან. ანუ ყველას მიმართ აქვს გარკვეული კომპრომატი. შესაბამისად, ანუ ინდონის ფიგურა, რადონისაც იყო ახობაძე, აი გიორგი რასაც იძახის, ვერც მე დაუშვებდი გულწრფელად რო გითხრათ, რომ აი ახობაძეს ნაირი ადამიანი, რომელიც იმიტომ რომ გამოსაყენებელი კაცი იყო, კაი მომსახურებელი, ყველაფერი ბინძურ საქმეს ახობაძე რო დაჯდეს სასამართლოზე და პირი მოაღოს, რაც მას აქვს ჩადენილი და გაკეთებული და ასე შემდეგ. თლიანობაში შეუძლია რომ ქართული ოცნება ერთ დღეში ერთ სასამართლოს ხდომაში ამოაყირაოს. მაგრამ აი არ ვიცი, ეთყობა გაცილებით მეტი აქვს ისეთი, რასაც ახობაძე ვერ ილაპარაკებს და ამიტომ გარისკეს და ამიტომ დააკავეს. ძალიან საინტერესოა. ეს დავამატებ რა ის სწორი თქვა ირაკლიმ, რომ ვინმე მარი ფიქრობს, რომ ეხლა ეს ახობაძე რაღაც რამეს წვიტავდა. ეს იყო ტექნიკური შემსრულებელი, ანუ როგორც შემსრულებელი ვერავინ, ვერც ერთი მინისტრის მოადგილე, ვერც ერთი დეპარტამენტ აი ესეთ სამსახურის უფროსის მოადგილე. ესენი არ არიან გადამწყვეტილების მიმღებები. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თანხდება პირველთან, უწყების პირველ პირთან, რომელიც შესაბამისად ათანხმებს იქ ზევით. ივანიშვილთან. არ არსებობს გამორიცხული არის მაქსიმუმი, რაც ამ ხალხს შეუძლია გადაწყვიტოს თვითონ. შეიძლება რიგითი თანამშრომელი ვიღაცა დანიშნოს, ახალი ხელმძღვანელი რომ მოვა და სიტყვაზე გარკვეული არ არის იქ ვინ არის და ვის რა რესურსი აქვს და ვირაც არ მოადგენს. სადღაც ვაკანსია არის სამმართველოს უფროსი, სადღაც რაღაცის ვაკანსია არის. აი ეს ვაკანსიებზე კითხოს ვინსა დანიშნოს, სიტყვაზე კონსულტაცია მიიღოს ამისგან, რომ ამან ურჩიოს სიტყვაზე რომ აი ეს ჯობია აქ დავნიშნოთ, ეს ჯობია იქ დავნიშნოთ. აი რაღაცა მაგდონეზე რჩევა შეუძლია მისცეს პირველ პირს. კატრიჯის შესყიდვაზე ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. რაზეა საუბარი? ეგრე არის, მართლა ეგრე არის და ნიშნულო ვერაფერს ვერ წვიტავენ. კი ქვიათ ამხელა სახელები და დასათაურებები კი აქვთ, ეს თანამდებობები და ამხელა წოდებები კი აქვთ, მაგრამ ვერავინ ვერაფერს ვერ წვიტავს. მეორე მხრიდან კრიტიკულად რო უყურებ ამ პროცესს, ანუ რა მიკვრის, იმიტომ ანუ დებილები ხო არ არიან ესენი, ანუ გარკვეული სტრატეგიით მოქმედებენ. ანუ ლილუაშვილი დააკავეს თურქ ბიზნესმენთან კორუფციული თანხის აღებით. ახობაძე დააკავეს რუს ბიზნესმენთან თანხის აღებით, ხდებით და ანუ ეს ხო რაღაცა გარკვეულ წილად, ანუ თვითონ ხოცების ბაბლშიც ხო გაღიზიანებას მოიწევს, ანუ რავი, ჩვენ მოგვისაჯეს 2 წელი იმისთვის, რომ თქვით, რომ რავი, ხალხი არ დალეწოთო და ხალხი არ დაამტვრიო და კონსტიტუცია დაიცავითო და ანუ თავის დროზე
იმ ჩემ ქოც მეგობრებში რომ საუბრობდი რომ ესენი არიან მავნებლები მეთქვი სანამ სისტემაში მსახურობდი და სანამ წამოვიდოდი და რომ საუბრობდი და მივტკიცებდნენ რომ არა ღირსეული ადამიანები არიან ანუ დღეს ხო უყურებს ეს საზოგადოება ეს ხალხი ხო უყურებს ამ პროცესს და ესენი ყველანი ფინანსურ ტრანზაქციებში არიან გასწრილები და ძირითადია ან რუსებისგან აქვთ ფული აღებული ან ირანელებისგან აქვთ ფული აღებული ან თურქებისგან მორჩე ესი არის თელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თელი შინაგან საქმეთა სამინისტრო იმის მაგივრად რომ მუშაობდნენ ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის განვითარებაზე მთლიანად გადართულები იყვნენ ვიწრო ფინანსური ინტერესებით კოლ-ცენტრები სანქცირებული ტვირთების გატარება პატიმრების გამოშვება ვიღაცების დაკრეშვა კრიმინალური სინდიკატებისთვის მწვანეშუქის და დერეფნების მიცემა და ასე შემდეგ აი ეს იყო მთლიანი მათი შემოფარგლული არეალი მოქმედებისა. მაშინ როდესაც თურმე Deep State-ი გვითხრევდა ომში, ერთის მხრივ ჯუანშერ ბურჭულაძე ტომოგრაფიის აპარატისგან აკეთებდა ფულს და ეძებდა ესპანეთში რომელი სახლი უნდა ეყიდა, აი ზუსტად იმ პერიოდში, აი ახალი დაწყებული რო ქონდა Deep State ჩვენთან ომი და მეორეს მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ერთი იღებდა თურქეთის მოქალაქისგან ქრთამს, მეორე რუსეთის მოქალაქისგან ქრთამს. ეს რაც თვითონ გვითხრეს. ჩვენ კი არ ვაკობთ, რაც თვითონ გვითხრეს. ხო, აი და ყველაზე სასაცილო კიდე ისიც არის რაჟდენ კუპრაშვილის ამბავი, რომ დავამატოთ ამ ყველაფერს, რომ სახელმწიფოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რომელიც აჯარიმებდა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც კორუფციულ ფაქტებს იძიებდა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ეხლა იცავს სახელმწიფო მოხელეს დადანაშაულებულს კორუფციაში. ესეც აი არ ვიცი კოცებმა გადაამუშაონ ეს თავის თავში. მაგრამ ეხლა მაინტერესებს ორი რამ, ერთი ამ დაკავებასთან დაკავშირებით ის, რომ მე და გივით არგამაძეც ვლაპარაკობდით, რომ ეს მეურნეობა, რაღაცა ეს ინფრასტრუქტურა, ფული, შავი ფულს როგორ უნდა ემოძრავა, როგორ უნდა მისულიყო, ასულიყო ვერტიკალის თავამდე, როგორ უნდა ყოფილიყო დამენეჯმენტებული ყველა დონეზე, იყო აწყობილი ლილუაშვილის მიერ. აგერ ეს კაცი ეხმარებოდა, ხო, ყველას თავთავისი სფერო ქონდა. ეხლა რომ ამ ღერც ანგრევენ ეს რამდენად ანუ მათ პოზიციებს რამდენად გადაბარებული აქვს ეკა ეს ღერც არ ანგრევენ ანუ ღერძი კი არ ინგრევა უბრალოდ ადამიანები იცვლებიან და აი ეს თლიანი ვერტიკალი თლიანი ინფრასტრუქტურა ისევ მოქმედი და ისევ დარჩენილი არის ხო აი პირობითად მაგალითად აი ბოლოს ეხლა ვინც არის ხო დაუშვათ ბორაშვილი აი ბორაშვილმა გადაიბარა სუდის დირექტორი ის გახდა. მე ეხლა ბორაშვილი გახდა უკვე მოადგილე არის და ანუ გადაბარება ხდება და ჩანაცვლება ხდება და არა აი ამ ღერძის დაანგრევა. ამ ხო ინფრასტრუქტურის დაანგრევა. ინფრასტრუქტურას ამ მავნე ინფრასტრუქტურას ამ დანაშაულებრივ ინფრასტრუქტურას კიდევ უფრო ამყარებენ, ანუ უფრო მეტად ავიწროვებენ, აი თავისი ნდობით აღჭურვილი პირები, ანუ განსაკუთრებული აქცენტი დასმული არის ნდობის ხარისხზე. მე მგონი დღეს უნდა გავიდეს TV პირველმა დაანონსა ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი გადაყავთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ანუ იცით რა არის, ანუ ეს დანიშნები, ეს თანამდებობებზე ეს ხალხი რატო ინიშნება? ნდობის ხარისხი. ანუ მორჩა იმან უკვე რომ იმუშავა და თავისი რესურსი ამოწურა და მერე უკვე ჭყალებში ესეთ ტერმინს ხმარობენ გაჟონა, всё, იმას უკვე წითელი ხაზი გადაესვა, მორჩა, უკვე ახალი შემოდის ამ თამაშის ველზე. შესაბამისად, ანუ თავარი აქცენტი აქვს ნდობის ხარისხი, თორე ინფრასტრუქტურა და ის თლიანი სისტემა ისე დარჩენილი არის, ისე გააგრძელებს ფუნქციონირებას, ანუ კორცენტრებიც იმუშავებს, სანქცირებული ტვირთიც გაივლის, რუსი ბიზნესმენები, თურქი ბიზნესმენები, ირანელები ფულს ისევ გადაიხდიან, ოღონდ არა პირობითად ჩიმაკაძის გავლით, არამედ ეხლა უკვე სხვაგვარების გავლით, ანუ არაფერი არ იცვლება, ხდებით ეგ? ოკეი. ხო, ნუ ამათი მიზანი ამ მოხსნა დანიშნების მიზანი ხო არ არის რომ რაღაცა უწყება განვითარდეს, რაღაცა იმას აქნა და რაღაცა წინ წავიდნენ, რეფორმები განახორციელონ და რაღაცა იმას აქნა, ხო? ეს არის რომ უბრალოდ ანაცვლებენ ამ ტიპებს ანაცვლებენ, სახესა და გვარებს ანაცვლებენ, როგორც თქვა იმან რომ
იმისგან ლიფტიორებისგან და მცველებისგან აკეთებს მინისტრებს, ესე ბეჭდავს შეულებრივად აი ამ ხალხს. მოდის ახალი 1-2 წელი ჭირდება რომ უბრალოდ აზრზე მოვიდეს და იქაურობაში გაერკვეს. იქ ინფორმაციულ დონეზე უნდა გაერკვეს უბრალოდ იქაურობაში. ამას ხო არ ჭირდება რაღაცა რომ ხო არ ზის ეს ეხლა ის ახალი უფროსი და არ ფიქრობს რეფორმაზე, არ ფიქრობს რაღაცაზე, არ ფიქრობს მართლა გარედან მომდინარე საფრთხეებზე და ასე შემდეგ. არის საფიქრარი ერთი კაცის უსაფრთხოებაზე, ხო? ეს არის სულ თავი ბოლო მთელი ამათი ამოცანა და მიზანი მიდის მაგამდე. ერთი კაცის და მისი ქონების უსაფრთხოებაზე არის საზრუნი. აწყობილი მანქანა არის თავში ვინც არიან, ეს ამ აწყობილი მანქანის თავში ვინც არიან უბრალოდ 1 წელი, 2 წელი, 3 წელი მერე ძალიან უარ მოუვიდეთ და ძალიან უარ ბჭყალებში ესე ვთქვათ გაჯეჯილდნენ და რაღაცა არა აქვს მნიშვნელობა რამეს დააშავებენ, არ დააშავებენ, ეჭვი გაუჩნდა ეჭვი იქ ზევით რაღაცა რომ სადღაც რაღაცა იქ არ მიდის სწორად, ეს ამ მანქანას ხო არაფერი საფრთხე არ ემუქრება, ეს ისევ აგძელებს მანქანას, უბრალოდ ამას მოხსნის, დაიჭერს, გადააყენებს, სახში გაუშვებს, მოიყვანს მეორეს უფრო ერთგულს. იმ ერთგულსაც თავის დროზე ამოეწურება რესურსი, იმასაც შეამჩნევს, ან უბრალოდ დაესიზმრება, რომ აი ეს რაღაცა ის, ან ვიღაცა რაღაცას ეტყვის იმაზე, თან მით უმეტეს ენის ამყოლიკაცი არის. რაღაცას ეტყვიან და საკმარისი არის სამჭედლო აქვს ამ თავის დაცვის სამსახურში გააკეთა სამჭედლო მაგალითად სამჭედლოს დირექტორი ანზორ ჩუბინიძე ყავს და აი ესე ნელა ერთს ეხლა ეს მაინც ლევან ახუბაძე საცალონავმა საკნა მაინც ძველი კადრი იყო მაინც ნაციონალების დროიდან მოყოლებული იყო მაინც თეორიულად შეიძლებოდა რომ იქ სადღაცას ვიღაცასთან გაეხოდა მაგალითად ან ძველ ნაციონალთან ან ვიღაცებთან ვიღაც მიშას მეგობრებთან ახლობლებთან სადღაც ან ევროპაში ან ამერიკაში ან სადღაცას რა თუნდა როცა ყავს თვითონ ანზორის გვერდში გაზრდილი ხარბეჭიანი კაი ბრგე ბიჭები რომელსაც არც დიდი აზროვნება უნდა არც დიდი არაფერი არ ჭირდება მოიყვან დასვავ გაერკვევა ისიც რაღაც დონეზე და გააგზელებს ისიც მე იმასაც რაღაცა შეამჩნევს ეგ იქნება ანუ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ საკმარისი იყო ან დაცვის წევრი ყოფილიყავი ან დარაჯი ყოფილიყავი ან ერთხელ გენერატორი ჩაგერთო და გამოგერთო ან ზებრასთვის თივა დაგეყარა უკვე გარანტირებულად ქონდა რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიკავებდი მაღალ თანამდებობას. აბა ეხლა ანზორ ჩუბინიძეს და ვახტანგ გომელაურს ენდიუ დამთავრებული არა აქვს. თავი 9 კლასი აქვს დამთავრებული. ეხლა კითხვა არ იცოდა, წერა კითხვა არ იცოდა გომელაურმა. და აი რაც გიორგიმ თქვა მერე, ნახეთ, აი ეს ხალხი უმრავლესობა ეს დაცვის წევრები, ხო? ანუ ამათ არ აქვს განათლება. ანუ არანაირი განათლება არ აქვს. ანუ რატო არის განათლება ეკა მნიშვნელოვანი? განსაკუთრებით დასავლური განათლება. აი, როდესაც მაგალითად მიდიან პირობითად საზღვარგარეთ დაამთავრებენ ან ომის კოლეჯს, ან უნივერსიტეტებს, ან მაგისტრატურას, ან დოქტორანტურას, ან ასე შემდეგ. გარკვეული ნეტვორკს იცნო, გარკვეული ასე ვთქვათ წრესი ყალიბები ხო რომლებიც მე ის ადამიანები იმ ქვეყნებში საკმაოდ წამყვან პოზიციებზე მუშაობენ და ანუ რაღაცა გარკვეული შეთანხმებები სახელმწიფოთა შორის გადაწყვეტილებები კომუნიკაციები კურსები დახმარებები ასე შემდეგ ამ ნეტვორკზე არის აწყობილი ესენი არათუ ნეტვორკის დონეზე ამათმა წარმოდგენა არ აქვს ანუ როგორ განავითარონ ის სამაგიეროდ ნახეთ რა ხდება ანუ უწყებებში არის ახალგაზრდა თაობა რომლებიც მართლა დამთავრებული აქვთ უნივერსიტეტი, ორი უცხო ენა იციან, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ერკვევიან, თანამედროვე გამოწვევებში ერკვევიან, მაგრამ ამ ადამიანებს არ აძლევენ განვითარების შესაძლებლობას. ეს ადამიანები არიან გაყინული ერთ პოზიციაზე, მეტიც, ანუ რო ჩამოურიგეს დინარაძეს, ანუ რო შეიცვლება ხელისუფლება მაგ ბრძანების მომზადებელიც კი პასუხისგებაში იქნება მიცემული, იმიტომ რომ საქართველოს კანონი აქვს დარღვეული, ანუ ერთ წელიწადში გენერლამდე აიყვანეს, ანუ თავიან დაწერილ კანონსაც კი არცემენ პატივს. რავი, ჩემ დროს ესე იყო, მინიმუმ 1 წელი უნდა გასულიყო, რომ მომდევნო ვადამდელი წოდება მიგეხო. და ხალხი არის, რომელიც წოდებას ვერ იღებს, იმიტომ რომ პატრონი არ აყავთ, ხდები და ეს კატეგორია, ანუ ეს ასე ვთქვათ, სუბთა კატეგორია, მოდი ესე დავარქვათ, განათლებული კატეგორია, რაღაც გარკვეულ ქვედა დონეზე არის გაჭედილი, რომელიც იქითაც ვერასდროს ვერ წავლენ, ვერასოდეს. აი, რო ვიძახით ჩვენ, რა უნდა შეიცვალოს, ანუ
ინსტიტუციური მიდგომები უნდა შეიცვალოს და უნდა მიეცეს ანუ კვალიფიციურ, განათლებულ, მოტივირებულ და ადამიანებს, რომლებსაც აქვს განვითარების შესაძლებლობა, ყოველთვის ვიძახდი აი თავდაცვაში რომ მუშაობდი იმ პერიოდიდან მოყოლებული შინაგან საქმეთა სამინისტროში რომ უნდა იყოს კონკურენცია. აი სამსახურში უნდა არსებობდეს, თუ არ არსებობს კონკურენცია, მაშინ შენ იყინები, მაშინ შენი დეგრადირება ხდება. როდესაც არსებობს კონკურენცია, შენ მოტივირებული ხარ და ცდილობ თვით განვითარებაზე. დამატებით კურსებზე წახვიდე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ანუ ეკასთან გიორგი უკვე თუ მე არ განვითარდი, მაჯობებე. კონკურენცია არ არის. აქ ერთადერთი კონკურენცია არის რა, ყველა ცდილობს რომ გამონახოს ეგრეთ წოდებული ხოდი, რომ ან დაუშვათ კოლბაში დარაჯა დაიწყოს მუშაობა, ან საჩხერეში დაიწყოს მუშაობა, ან ბლექსი არენაზე დაიწყოს, ან ბერას რაღაცა მანქანის სალონის გამწმენდა დაიწყოს. სადღაც ანუ ივანიშვილების ირგვლივ მოხდეს, საკმარისია ერთხელ სადღაცა დაინიშნოს, რომ მე იმას გაეხსენას, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები ხო ავიდეს მაგათ თანამდებობაზე. ანუ ეს არის სხვაობა დღევანდელ საქართველოსა და იმ საქართველოს შორის, რომელიც ჩვენ გვინდა აქეთ მდგომა საზოგადოებამ რომ ავაშენოთ და შევქმნათ. რომ აი იმ ყველას ანუ არსებით მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ვისიანი ხარ. რავი, საქართველოს მოქალაქე ხარ, სისტემის თანამშრომელი ხარ, აკმაყოფილებ კვალიფიკაციას, რომელიც დადგენილი იქნება, უნდა განვითარდე და უნდა დაინიშნო. აი ესენი ინიშნებიან ვიწრო პარტიული, ვიწრო პოლიტიკური, ვიწრო კლანური ინტერესებიდან გამომდინარე და იმიტომ ხდება ის რაც ხდება და ეს ხალხიც ამათმა ძალიან კარგად იციან. შეხედეთ, აი თუ გონია ეხლა რომ ახობაძეს ადარდებს და აღელვებს რომ დააკავეს ძალიან წდებით, ან ნებისმიერს, ან ღარიბაშვილი რატო არის ბედნიერი ციხეში და მაგისი ბაბლი, ბედნიერი რატო, ანუ 5 წელიწადი გამოვა ციხი და შეიძლება უფრო ადრე გამოუშვა. და იმდენი აქვს უკვე ნაშოვნი ამ ხალხს, რომ შვილიშვილების თაობას გაყვება, ხვდებით? 250,000 ლარი აიღო ერთ საქმეში ახობაძემ. 250,000 ლარი რომ მე ამეღო 4 წელი უნდა მემუშავა. 4 წელის ხელფასი იყო ჩემი 250,000 თუ მეტი არა. ანუ და საშუალო ხელფასი რაც აქვს საქართველოს მოქალაქეს, რამდენი წლის ხელფასი არის რომ დავიანგარიშოთ ეს. და ეს ტიპები ერთ ტელეფონის ზარში რომ ვიღაცას დაურეკა და სადღაცა საბაჟოზე სიტუაცია გაუმწვანა, ამ ხელა თანხას იღებენ და იმიტომ არ ადარდებთ, ეკა ხვდები, იმიტომ რომ ამათ აწყობილი აქვს ცხოვრება. გამოვლენ ციხიდან იგივე დანაშაულზე მეორედ ხო ვერ დააკავებ რა, გამოვლენ ციხიდან და გარანტირებულად იქნებიან ამ უზრუნველი ცხოვრებით. მორჩა გათავდა. ხო, მაგიტომაც არის რომ არავინ არ ლაპარაკობს, ხო, თორე კითხვა ჩდება, ეხა ამ ხალხს თუ ამდენი კომპრომატები აქვთ, ამდენი რამე იციან, რატო არ ლაპარაკობენ, რავი, ხა ღარიბაშვილი გავიგეთ, მაგრამ აი ლილუაშვილი მაგალითად ერთ კომპრომატს არ გამოუჟონია. ახობაძეს რომ კიდე აი ვინც გვისმეს ეხლა წარმოდგენა რომ კონდეთ ვინ იყო ეს კაცი რა, ერთ სიტყვით 2012-ში ესენი რომ მოვიდნენ პოლიტიკურ თემებში არ ერეოდა არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეხლა მე რაც ამაქვს შეგინდა ნანახი რა და ეგრე იყო, ეხლა ეს მარტო ჩემი ხო არ არის, აი ვინც ნებისმიერს ვის შეხება ქონია ყველა იგივე სიტყვის. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთოდ არ ერეოდა პოლიტიკურ თემებში, არც არჩევნებში და არ ერეოდა არც სუსის არც ერთი დეპარტამენტი სუდის გარდა, არც კონტრდაზვერვა, არც კონტრტერორისტული, არც ანტიკორუფციული. ერეოდა მარტო და დაკავებული იყო არჩევნებით, მათ შორის არჩევნების თემითაც დაკავებული იყო სუდი. აი ეს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის უფროსიც იყო ეს ახობაძე. და ყველა პოლიტიკური თემა არჩევნებიდან დაწყებული საპატრიარქო, კრიმინალები, მიბმული ბიზნესი, ასე შემდეგ, ყველაფერი გადიოდა მაგათ ხელში. მე როგორც ყველაფერი იცის მაგათმა. ყველაფერი გადიოდა მაგის ხელში. კი ბატონო, ეგ იყო პირველი და მთავარი მოადგილე. იქ მოადგილეებში შორისაც არის განსხვავება. ეგ იყო პირველი მოადგილე. ვინც ყველაფრის საქმის ყურშია მართლა და ერთი რაღაც საკურატორო არა აქვს. და 2018 წლის არჩევნების მეორე ტურის მერე უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს და რახან ეს სუდის რესურსი აღარ იყო უკვე საკმარისი. მერე ჩართეს უკვე ეს დანარჩენი დეპარტამენტებიც, კონტრდაზვერვაც, კონტრტერორისტულიც, ანტიკორუფციულიც და საერთოდ სულ ყველაფერი ჩაერთო და ამოქმედდა ეს ერთი დიდიანი მანქანა უკვე.
და მაგის მერე იყო უკვე რომ აი ეს 2020 წლის არჩევნები უკვე კარგად დაორგანიზეს და კარგად იმას აკნეს და 2024-ში 2018-ში ხო მოუყევი რა სასწაულებიც აკეთეს და ეს პრინციპი რო ქონდათ რომ ბოლო სოფლის ბოლო მაცხოვრებლამდე უნდა მისულიყვნენ და ყველა უნდა ყოლოდათ აღრიცხვაზე და მოდი აი არჩევნები და არჩევნებთან დაკავშირებული მთლიანი ეს არქიტექტურა რო კარგად ახსნათ ანუ ფურცელი რო რავი ლაქასტოვებდა და ჟონავდა ხო მარტო გაგზავნა ანუ ამით არ არის ეს არჩევნები ამით არ მოუგია ქართულმა ოცნება რაც დაიწერა ხმების რაოდენობა მისული ადამიანები არიან და შემოხაზულები ეს როგორ გაკეთდა აქამდე როგორ მივიდნენ ეს ინფრასტრუქტურა როგორ იყო მოწყობილი და დაკავშირებული ერთმანეთთან ეს რო ახსნათ ამაზე ცლად უნდა ვისაუბროთ და მე გამოგიგზავნოთ პრეზენტაციას რომელიც შეგიძლია პირობითად მე ვაჩვენოთ აი ეს სქემა ამ არჩევნების ასე ვთქვათ ანუ ძალოვანი სტრუქტურები პარტია მედია და ბიზნესი ანუ ეს ყველა ერთმანეთთან იყო და ანუ არც ერთი ეს უწყება შეთანხმების გარეშე არ მოქმედებდა კრიმინალი და საპატრიარქო ირა ნუ საპატრიარქო ხო და რასაც ესაკეთებდა მედია როგორ უჭერდა მხარს ამ პროცესებში ბიზნესი როგორ იყო და ანუ ის ბიზნესმენები ეხლა დაიდო ინფორმაცია შავი ზღვა რამდენი წლით არის გაყიდული ეხლა ვკითხულობდით მე ჩემ მეგობარმა ჩამიგდო სტატია და იმ ადამიანს 1,400,000 აქვს შეწირული ქართული ოცნებისათვის ანუ როგორ ხდება ანუ რატო რის ანაცვლოდ ხდება აი ეს ყველაფრის დათმობა ხდებით ანუ ის 1,400,000 რომელიც შესწირა პარტიას ხო იმის გარდა კიდევ როგორ შედის ქეშები აი მაინც მცირე ეგრეთ წოდებული მცირე მეწარმეები ინდმეწარმეები ბოდიში რომლებსაც აქვთ ბრუნვა დაახლოებით 150,000 ლარი მაინც მინიმუმ მიდიოდნენ არჩევნებამდე და ეუნებოდნენ 15,000 20,000 25,000 ქეშად უნდა მიეტანათ და ამაზე მე ცალკე ვისაუბროთ და ცალკე კაი ცალკე ვისაუბროთ ამაზე ხო მართალი ხარ აი ამ ახლობადის გაგრძელებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ აი ეს ეგრეთ წოდებული ვითომ აგენტი რო დააკავეს და სუსმა რაღაცა შაპიტოს ცირკის მსგავსი სცენარო აჩვენა საზოგადოებას მაშინ მაგაზე ჩვენ გვაქვს ნარკოტიკებზე გვექნება ძალიან საინტერესო ბლოკი საოცარ ისტორიებს მოყვება გიორგიც და ირაკლიც, მაგრამ მოდი მაშინ გადავიდეთ ამ ჯაშუშების დაკავებაზე, ხო? ეს იყო ერთი ორი კვირის წინ მთავარი სანახაობა, რომელიც გადმოაგდო ქართულმა ოცნებამ. ჯერ იყო და ეს ორი კაცი დააკავეს თითქოს რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობისთვის და ყველაზე ესეთი საოცრება რაც იყო და სასაცილო ჩემთვის დააკავეს გიორგი უძილაური, ხა მაგას ამ კაცს ვიცნობ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან, მაშინ ჟურნალისტი იყო ახალი თაობის, ძალიან ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა თავიდანვე, როგორც კი ივანიშვილი მოვიდა დაუახლოვდა მას მისი რაღაცა ბინძური საქმეების გამკეთებელი იყო ამ პროპაგანდის მიმართულებით. მისი პირადი პრესმდივანიც იყო, ну მოკლედ ძალიან დაახლოებული, ახლო მსახური ივანიშვილის. და ეს იყო მართლაც ყველასთვის ახლა ვინც ეს ამბები ვიცოდით, იყო ძალიან მოულოდნელი და სასაცილო რამ, რომ ეს კაცი დაიჭირეს ვითომ და ევროპული, რომელიც არ დაუსახელებიათ ევროპული ქვეყნის სასარგებლო ჯაშუშობისთვის და ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მე მგონი მსგავსი რამე სოფლიოს ისტორია, სადაზვერვო ისტორიას არ ახსოვს, რომ გამოვიდა დინარაძე და თქვა, რომ აიო დავიჭიროთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნისო აგენტიო და ჩვენო ყველა ვიცითო, ყველა ქვეყნის აგენტები ვიცითო საქართველოსიო და სანამ დავიჭერთო, ვთხოვთო ჩვენ მეგობარ ევროპულ ქვეყნებს, რომ ისინი გაიყვანონო. მსგავსი რამე ჯერ სადმე მოგისმენია. მოდი, ამას გავყვეთ ახლა ამ თემას, ჯაშუშების თემას. აი გუძილაური იყო სოციალური ქსელების ერთ-ერთი მთავარი ადმინი მიხეილ უკრაინოლოვი ერთ-ერთი ყველაზე ბინძური პროპაგანდისტი, შალბარამიშვილს უძღოდა წინ. იცით რა ემართებათ ამ ხალხს ეგ, ანუ ეს ადამიანები, რომლებიც ამ ბიძინევანიშვილის გარემოცვაში მოხდებიან და
მერე გარკვეულ თანხებს შეუვლობენ ძალიან დიდი რაოდენობით და თვლიან ატომღაც, რომ გავლენიანი პიროვნებები არიან და ამბიციები უჩნდებათ და როგორც კი ამბიციები უჩნდებათ, იმ წუთას ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა აი ზუსტად აი ამ მეთოდებით რა მეთოდებითაც დააკავეს დაწყებული პირველად ტრიტრი და მერე და აი ბოლოს ახლა ახობაძეც ყველას ანუ აი ეს ამბიციები რომ ჩაუცხროს, იმიტომ რომ მიდგომა ბიძინა ივანიშვილის არის რომ უნდა გაგრძნობინოს რომ შენ ხარ არარაობა და ამას როდესაც აღიარებ რომ შენ არარაობა ხარ, მერე უფრო მეტად დაგაფასებს. რაც შეეხება თვითონ დაკავების ფაქტისშიც კი ძალიან ბევრი ხარვეზი იყო, აი ეს ვიდეო რომელიც ჩაწერილი არის, აი ეს საუბარი რომელიც გაკეთებული არის, აი ეს კონვერტი თანხის გადაცემა, ის რაღაცა ხელმოწერა, აი გიორგიც ისაუბრებს მაგაზე, ნუ მე ეს არის, რავი, ცირკიც არ არის, რაც ეს გააკეთეს, მაგრამ მე რაც შემიძლია ვთქვა, რატო ატყუებენ საზოგადოებას? ვითომ აგენტები, იმიტომ რომ 14 წელი ხელისუფლებაში არიან, 14 წლის განმავლობაში არც ერთი უცხო ქვეყნის ასე თქვა სპეცსამსახურის წარმომადგენელზე აღარ არის საუბარი. სპეცსამსახურის სასარგებლოდ მომუშავე ადამიანი არ დაუკავებიათ. იმიტომ რომ ამათი ინტერესი არასდროს, იმიტომ რომ დეკლარირებულად ნახეთ როგორ არის დოქტრინულად ხო ანუ ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში გაწერილი არის ვინ არის შენი დეკლარირებული მტერი და მოწინააღმდეგე. შეიძლება შენი მეზობელი ქვეყანა პირობითად აზერბაიჯანი მეგობრული არის, სომხეთი მეგობრულია, მაგრამ იქ მერე სხვა ჩანაწერები არის დაუშვათ იმას რა გავლენები და ინტერესი შეიძლება კონდეს საქართველოსი და რო აღარ ჩავიდეთ სიღრმეებში დეკლარირებულად იყო ყოველთვის რუსეთი. უბრალოდ მე ამათმა ამოიღეს, რუსეთს აღარ ახსენებენ, იმიტომ რომ თვითონ არიან რუსეთის გავლენის აგენტები, ეს ადამიანები პარლამენტში და მთავრობაში. და როდესაც საუბრობთ ხიდების, ანუ რუსი აგენტის წინააღმდეგ რომ დააკავეს ვიღაცა უბედური, რომ ხიდების ინფორმაციას აგროვებდაო 2013-2014 წელს, როდესაც მინდია ჯანელიძე იყო თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძემ შეუშვა თავდაცვის სამინისტროში კომისია, რომელშიც შედიოდა ესეთი ერთი რუსეთუმე არის თავისთავს ოფიცერს ეძახის ტრისტან წითელაშვილი, რომელმაც გამოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი მათ შორის გრიფირებული ინფორმაციები და გადასცა რუსებს. აი იმ პერიოდში მაშინ სიუჟეტებიც გავიდა, გადაიცა, ანუ რუსებს გადაეცა პერსონალური მონაცემები იმ თანამშრომლების, იმ ჯარისკაცების და ოფიცრების, რომლებიც 2008 წელს მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში. აგრეთვე საქართველოში არსებობს ეგრეთ წოდებული თავდაცვითი ზღუდეები. ანუ რაც ახლა ყველა მიცის, ერთი კოდაში არის, ერთი მცხეთაში არის. უმრავლესობად აგრიფული არის. ანუ სრულიად საიდუმლო გრიფიედო. და ეს წითელაშვილი შეიყვანეს ყველა ობიექტზე, ფოტოები გადააღებინეს. მათ შორის რუსები ყავდათ შეყვანილი ამ ობიექტებზე. ანუ რისი თქმა მინდა, იცით რომ რუსები საქართველოში რუსებს ჯაშუშები არ ყავთ, არ ჭირდებათ. რუსებს არ სჭირდებათ საქართველოში ადამიანური და ფინანსური კაპიტალის დახარჯვა იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღონ, იმიტომ რომ რუსი ჯაშუშები არიან კანცელარიაში ინგოროყვაზე, პარლამენტში რუსთაველზე და ყველა იმ უწყებებში, სახელმწიფო უწყებებში, რომელიც დღეს არსებობს. შესაბამისად, აი ეს მასკარადი, რომელიც ამათმა გააკეთეს, ეს არის უბრალოდ ჩემი აზრით, რომ ეს უძილაური ჭირდებოდათ, ის რატო გამოიყვანეს, არ ვიცი, რატო დააკავეს რუსების სირანძანად. უძილაური უბრალოდ ბიძინამ დასაჯა და დასაჯა ამ მეთოდით, ისევე როგორც ღარიბაშვილი დასაჯა, ანუ დამამცირებლად დასაჯა. ხო შეეძლოთ ღარიბაშვილი დაეკავებინათ რაღაცა სხვანაირად და სახლში არ შესულიყვნენ და არ გამოეფინათ მისი ოჯახის, ასე ვთქვათ, ნივთები და ცოლის ნივთები, ხო? ანუ რატო დასაჯა? მილიონები. იმიტომ რომ ღარიბაშვილს ამბიციები გაუჩნდა და ღარიბაშვილმა იფიქრა, რომ შეიძლება ბიძინაზე მეტი გაკეთების რესურსი აქვს და იმიტომ ჩაარტყა თავში. ანალოგიურად იმიტომ დასაჯა ლილუაშვილი და ეს ერთგვარი მაგალითი არის სხვა დანარჩენებისთვის, რომ არასდროს მსგავსი ამბიცია არათუ გაგიჩნდეთ, არც კი გაიაზროთ, მასზე უარესი გექნება, იმიტომ რომ აგერ ჩემი გუნდის წევრებს რას უშვები. ხო, სხვათა შორის ირაკლი, ჩვენ გავასუფთავეთ ეს ხმა, იმიტომ რომ ვიდეო, რომელიც გამოაქვეყნა სუსმა
იყო ხმა არისმოდა რაღაცა ქონდა მხოლოდ დადებული ხო ხაროზიანი ხმა იყო და გავასუფთავეთ და იქ უსმენდით ამ კაცს რომელიც ელაპარაკებდა მე რა ყველაფერი კომიკურია იქ და ნუ ეხლა თავს ვერ დავდებ ამაზე მაგრამ აი ევროპული აქცენტით ის კაცი ელაპარაკობდა უფრო ლაპარაკობდა ახლო აღმოსავლეთის რომელიღაცა ქვეყნის აქცენტით Did you check that message I showed you? What does it mean? Which one? No, the last one I couldn't open. Firstly, you should read what I wrote to you because it's important. When I send you something, I will use it will be the name of the file. This with the password. This one, and That one. Yeah. And when you want to write it to me, instead of putting a password in Word, because we don't have the same version, you 7-zip it with a password and you send it to me, and after you delete it. დაშვებაც რო გავაკეთოთ რომ ეს არის კონსპირაციული ბინა თქვათ დაშვებაც რო გავაკეთოთ ანუ ევროპის რომელიღაცა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა აქ აქვს კონსპირაციული ბინა და შეხვედრა თავის აგენტთან მოახერხა ამ კონსპირაციულ ბინაში ანუ შედგა და ჩვენმა იმან უსაფრთხოების სამსახურმა მოახერხა ამ კონსპირაციულ ბინაში წინასწარ შეღწევა ანუ აღჭურვა ამ ბინის კამერის დამონტაჟება, ხმის, ყველაფერი გავიდა, ჩაიწერა ეს ყველაფერი და მე შევიდა ისე მეორედ და მოხსნა ეს აპარატურა. ამ აპარატურას როგორც დაყენება უნდა, ისე მე მოხსნა უნდა. ანუ ორჯერ ისე შევიდა და ისე გამოვიდა, რომ ამ დაზვერვის სამსახურმა ვერაფერი ვერ გაიგო. ეხლა ესე ხალხს რო აყურებინებენ აი ამ სპექტაკლს, ხო, ეხლა ვინც არ იცის და გარკვეული არ არის, არ და ეშმაკი დეტალებშია ხოლმე ყოველთვის რა. ეხლა იმას გონია, რომ აი ერთი რუსეთის ჯაშუში დაიჭირეს, ერთი ეხლა ევროპის ჯაშუში დაუჭერიათ. და რატო არ უნდა მოეხდინავ თქვათ რომ დაშვება გავაკეთოთ რომ ეს მართლა ვიღაცა ევროპის რომელიღაცა სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი არის რატო არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი რაც აი იქ მოხდა და იქ ილაპარაკეს თქვათ სადღაც ღია სივრცეში სადღაც მანქანით გასულიყვნენ თბილისის გასასვლელში სადღაცას სადაც არც კამერა იქნებოდა არაფერი და იქ ესაუბრათ ეს ყველაფერი იქ მოეხდინათ ეს მაგრამ არა ეს ყველაფერი არის აი ისე არის რაკურსიც კამერა დაყენებული ყველაფერი თან ხმაც ეს ყველაფერი ისე არის რომ გარედან ხმაური არის მის არაფერი ეს შუმიც ისე არის ანუ ხმაურის იზოლაციაც ისე არის და სულ ყველაფერი რომ აი პირდაპირ გამზადებული რომ შევიდნენ ის ვერაფერს ვერ მიხვდა ესენი ისეთი ძლიერები არიან ჩაუწერეს და მე აი გამოაქვეყნეს და ეს ხო და აი იმდენად არარეალურია და იმდენად არასერიოზული არის ხო რომ ნუ აი არ ვიცი რა ის რო გაავრცელეს პატა ბურჭულაძის და ბაჩო ახალაიას ჩანაწერი რო გაავრცელეს მე მგონი იმითი იყო კლოდით იყო გაკეთებული ეგ ჩანაწერი თუ არ ვიცი რა ვიცი ანუ ისი თქმა მინდა იცი რომ ანუ არ რიდებიან ესეთი დაბალი ხარისხის ესეთი ფალსიფიცირებულს ესეთ უხარისხოდ გაკეთებულს ანუ დროსაც აღარ ხარჯავენ ანუ დგავენ აი ამ რაღაცა იდიოტიზმს აჩვენებენ გამოვლენ ანუ რო გამოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ის ერთი სპიკერი რო ყავ თვითდაჯერებული არ ვიცი თავი რინგონი რო დადგება ხოლმე ხო ტრიბუნასთან და რიხიანი ხმით რო ლაპარაკობს ანუ რიხიანი ხმით ლაპარაკობს ესე იგი თავისი იმ ლილუაშვილის დროსაც რიხიანი ხმით საუბრობდა და ლილუაშვილი რო დააკავეს და განცხადება რო დაიკითხა ისიც რიხიანი ხმით წაიკითხა ანუ უბრალოდ ისა გიორგის ქონდა ცოტა განსხვავებული შეფასება რატო დაიჭირეს ეს უძილაური თავარი პრეტენზია რა არის სუსტან თავარი პრეტენზია აქვს რომ რატო დაგვზდევ ჩვენ და ანუ ოპოზიციას და პოლიტიკოსებს რატო დაძდევ და რატო არ აყავთ დაკავებული რუსი ჯაშუშები თავიდან წამოვიდოდა ეგიდეა იქნებოდა რომ დავაკავოთ უნდა რუსი ჯაშუში, ოღონდ რეალურად რუსი ჯაშუში კი არა, სანახებლად რუსი ჯაშუში. ხო და პირველად იყო ეს რომ რუსი ჯაშუში არჩიეს, ეხლა ახალგორის წარმომადგენელი, იმიტომ არჩიეს რომ ვისაც აქვს შეხება ეხლა აი ამ იმ ახალგორელებთან ყველა მიცის რომ ფორმაცხრით გადადიან და გადმოდიან, ეს ხალხი არის რომ იქაც მუშაობენ, აქაც მუშაობენ, ვისაც გადასვლა და გადმოსვლა შეუძლიათ. გადადიან, გადმოდიან და იქაც აქვთ ინტერესი ამ ხალხის მიმართ, რა თქმა უნდა, იქაურ სამხრეთ ოსეთის კაკებესაც აქვს ინტერესი და ამათაც აინტერესებთ იქ რა ხდება, იმათაც აინტერესებთ აქ რა ხდება.
ეს ხალხი კიდევ იძახი, ხლა ამათ არ აქვთ არაფერი ისეთ საიდუმლო ინფორმაციასთან შეხება. უბრალოდ გადადი ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება, რომ არის ფასეული და ღირებული. თქვათ მაგალითად, იქიდან გადმოვიდა მაცხოვრებელი და თქვა, რომ ახალგორში ჩამოვიდა ცხინვალიდან დელეგაცია და გახსნა პარკი, იმაში ახალგორში ეს ითვლება, რომ უკვე ინფორმაცია არის, გადმოვიდა კაცმა მოყვა. ისევე როგორც აქედან ეს ხალხივე გადასული, იქაც ეუნება რაღაცას აქ რა ხდება. მაგრამ აქ არ არის რაღაცა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაზე. იმიტომ არის ეს ვიღაცა არჩეული, აი ეს ვიღაცა ადამიანი აარჩიეს, აქ არ არის რა თქმა უნდა რეალურ ჯაშუშებზე ლაპარაკი. ხო და იმას რო ეტყოდნენ ზევით, რომ რუსეთი ჯაშუში აი ეს ავარჩევთ და ვიღაცას ვიპოვით და ევროპის ჯაშუშებზე რა ვქნათ? რა ევროპის ჯაშუშები არ არიან ჩვენთან? და იმას მართლა გულწრფელად გოლია, რომ სავსე არის საქართველოში ამ საფრანგეთის, დანიის და იმის გერმანიის ჯაშუშები საქართველოს. და ვინმე ეტყოდა, რომ არ არის, ან აქ რა უნდათ ბატონო ბიძინა, აქ რას უნდა ჯაშუშობდნენ, აი რა უნდა აინტერესებდეთ ჩვენთან ან რაღაცა. ეტყოდნენ, რომ როგორ არ არის, იპოვეს ისევ თავიანთი უძილაური, შეუთანხმდნენ, საკმაოდ მომგებიანი პოზიცია არის ამ უძილაურისთვისაც. მთავრობა თუ შეიცვლება გამოვა და იტყვის, რომ აი ჩვენ მეგობრებისთვის სასარგებლოდ რაღაცას ინფორმაციას ვაწვდიდი, მაგრამ ჩვენ მეგობრებს ვაწვდიდი და არაფერი ისეთ ინფორმაციას არ ვაწვდიდი, თან ამათგან ბენეფიტებსაც აიღებს მაგის სასარგებლოდ. და მერე გამოვა და რუსი ჯაშუში არ ექმევა და ეხლა ევროპის ეს თავრობა რო შეიცვლება, ევროპის სასარგებლოდ ჯაშუშობა პირიქით მომგებიანიც იქნება ამ უძილაურისთვის რა. მე რაღაც დაახლოებით ეგეთი შეთანხმება მგონია რა, უფრო ეგრე არის, თორე აი არ ვიცი ხო სხვა რა ინტერესი უნდა კონდეს ეხლა მაშინ ეხლა გადავიდეთ ძალიან სერიოზულ თემაზე და აქ უნდა ვილაპარაკოთ, რომ რამდენად სერიოზული პრობლემაა ეს ნარკოტიკები და ამ ნარკოტიკებთან ბრძოლა როგორ არის ქცეული რაღაცა ფიქციად. ერთი იმიტომ რომ არ არსებობს სათანადო სტრუქტურები და მეორე იმიტომ რომ არ არსებობს სათანადო ნება. ბარიგებზე მოყვები საინტერესო ისტორიას, მათ შორის მღვდელბარიგაზე, ეს აუცილებლად უნდა მოვყვეთ ეს ისტორია. მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, აი რა ხდება ამ მიმართულებით. ვიცით, რომ რთული თემა ნარკოტიკებთან ბრძოლა ეს არ არის მარტივი თემა, ანუ ეს ძალიან რთულია ყველა ქვეყანაში, სადაც ძალიან კარგად აწყობილი სისტემები არსებობს ისეთ ქვეყნებშიც კი, მაგრამ საქართველოში რა ხდება, აი შიგნიდან დაგვანახეთ ეს ყველაფერი. ეს უნდა იქცეს გამოწვევების მთავარ პრიორიტეტად ყველა ხელისუფლებისათვის, იმიტომ რომ ნარკოტიკი და ნარკოტიკის უკანონო ბრუნვა ყველაზე მეტად თუ კი რამეს ანადგურებს და თუ კი რამეს სპობს, ეს არის მომავალი თაობა. იმიტომ რომ მით უფრო საქართველოში ეს ნარკოტიკი არის შემოსული უმრავლეს შემთხვევაში ქიმიური ნაერთებით, ეგრეთ წოდებული ბიონარკოტიკები, რომლის შედეგები, ასე ვთქვათ, ანუ არ არის დატესტილი, ანუ არ იციან და ყველა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს და ამიტომ იწვევს ამხელა ფატალურ შედეგებს. ახსენე რომ ანუ წარმატებულ, აი მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი უამრავი, ანუ უზარმაზარი გამოწვევა აქვს ამ მიმართულებით და ზოგ შემთხვევაში, ანუ რომელიმე ერთი კონკრეტული ნარკოტიკული სინდიკატის ქსელის გამოვლენა და ასე ვთქვათ, გამსაღებლებიდან შემომტანამდე გასვლას შესაძლოა 5, 6, 7, 10, 12 წელი დასჭირდეს და ამისი არაერთი პრაქტიკა არსებობს. ჩვენ შემთხვევაში რა არის? პირველი პრობლემა არის ისევ რომ მივიდეთ განათლებასთან. იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ ამ თანამდებობებზე დაუშვათ, ანუ მთავარი სამმართველოს უფროსება თუ დეპარტამენტის დირექტორებად ინიშნებიან, არაკვალიფიციური კადრები არიან. ამერიკის საელჩოს დახმარებით საქართველოში არსებობს დღესაც არსებობს ესეთი INL-ის ბიურო. ანუ ნარკოტიკებთან ბრძოლის ეროვნული ბიურო არის ამერიკაში, რომელიც საქართველოში გახსნა წარმომადგენლობა და ამზადებდა ქართველ სამართალდამცავებს. ანუ მეთოდოლოგია, თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილების ნაწილში ჩამოყავდათ სპეციალისტები, რამდენიმე კურსი მეც მოს გავლილი, ჩამოყავდათ ეს ადამიანები და გვაცნობდნენ პრაქტიკას, როგორ უნდა იმუშაო. ამისთვის ასევე მნიშვნელოვანი არის
მაღალი დონის ტექნოლოგიური მხარდაჭერა, იმიტომ რომ უმრავლეს შემთხვევაში ნარკოტიკები დღეს არის ციფრულად გაყიდვადი, ანუ Telegram-ის და სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციის საშუალებებით. ამიტომ გჭირდება მაღალი დონის კიბერ მიმართულების სამსახურები, რომლებიც დაგეხმარება. ანუ ნება თავიდანვე არ არსებობს, რომ ეს იყოს აღმოფხვრილი და ამაზე იყოს სწორი სამართლებრივი რეაგირება. აქ როგორ არის? აი დააკვირდით მარტივად, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრები იცვლებიან, ხდება აი რამდენიმე მაქსიმუმ ერთ თვეში 40-50 ნარკორეალიზატორის წყალებში, ეგენი ნარკორეალიზატორები არ არიან. ეგენი არიან გაუბედურებული ხალხი, რომლებიც თვითონ არიან ნარკოტიკის მომხმარებლები და დასმული ყავთ, ასე ვთქვათ, ძირითად ბობოლებს ესენი წამალზე და ანუ წამლის მიღების სანაცვლოდ ახდენენ ამის რეალიზებას. რეალური რეალიზატორები საერთოდ არავინ არ აჩანს. საზოგადოებამ არის ის, ესენი საერთოდ არ ჩანან. სად არიან ანუ ეს ხალხი? ეს არავინ არ იცის. და რატო ხდება დაკავება ამ ხალხის? იმიტომ რომ გადაბარება ხდება. ანუ გომელაურის მერე რომ მოვიდა გეკამ დაახლოებით 80 ადამიანი დააკავა. და ამით ერთგვარი რა იყო, რომ ანუ ეხლა მე ვარ აქ მინისტრი, ეხლა ჩემი ხალხი მოვიდა და თუ ვინმე უნდა დაალაგდეს, ჩემთან უნდა დაალაგდეს. ანუ წავიდა გეკა მოვიდა, ისევ დაიწყება ეხლა ამ ხალხის დაკავება, ეხლა ეს მინისტრი ეტყვის. ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულებით ვინც ყოფილა ოდესმე ჩართული ამ ოპერაციებში, აი მაგათმა ხო ძალიან კარგად იციან, იმიტომ რომ რაღაცა ნაწილში თვითონ CKPD-ც აკავებდა, მაგრამ ნუ GDD-ს სპეცდანიშნულება იყო ჩართული. აი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი მეუბნებოდა, რომ ანუ ბოლო 4 თვის განმავლობაშიო ერთი და იგივე პიროვნება სამჯერ ყავს დაკავებულიო ფონიჭალაში. ანუ 4 თვეში დააკავეს ამჯერ, ანუ რანაირად ანუ ეს ადამიანი დააკავეს და გამოუშვეს, ფული გადაიხადა და გამოუშვეს, მასალები არ არსებობდა საკმარისი კომპრომატები და გამოუშვეს. ანუ შეთანხმებული არის ეს პროცესი, ხვდებით? იმიტომ რომ ნარკოტიკები მსოფლიოში დღეს არის სამი მიმართულება, ხო? ანუ ეს არის პორნოგრაფია, ყველაზე დიდი შემოსავლიანი, ანუ უკანონოს გულისხმობ, ეს არის ნარკოტიკები და ეს არის უკანონო იარაღი, შავი ბაზარი. ანუ ნარკოტიკს რო უკავია უზარმაზარი ფინანსური კონტრიბუცია, ეს ყველა მიცის. მათ შორის საქართველოშიც იმიტომ არის ესეთი ფეხმოკიდებული და ამას ყავს თავისი მფარველები და ამას აქვს თავისი მიზეზები. ეს რომ აღმოიფხრას, ეს რომ მოწესრიგდეს, ეს რომ მოგვარდეს, პირველი ჯერ უნდა იყოს სახელმწიფოს ნება. ანუ ეს წვრილფეხობა კი არ უნდა დააკავონ. ესენი არიან ანუ რაღაცა მომენტში უნდა გეცოდებოდეს ეს ადამიანი, ხვდებით? ანუ ეს პიროვნებები, ვისაც აკავებ. ყველაზე საშიშები არიან, ვისაც შემოაქვთ. ანუ მსხვილი ადამიანები, აი ძირითადი ბარიგები, რომლებიც დაკავშირებული არიან ძირითადად ორ სახელმწიფოსთან, ეს არის ირანი და ეს არის აზერბაიჯანი. ანუ აი ეს ორი სახელმწიფო დგას ამ ასე ვთქვათ საქართველოში ნარკოსინდიკატის უკან. და ესენი არიან ის მსხვილი შემომტანები, რომლებიც შემოგვთ უზარმაზარი პარტიები. შეიძლება რაღაცა წვლილი ჰქონდეთ ჩეჩნებს, რაღაცა ჰქონდეთ რუსებს, მაგრამ ნუ ძირითადი არის აზერბაიჯანული და ირანული სინდიკატები, რომლებიც მართავენ საქართველოში მთლიანად ამ ნარკობიზნესს. რესურსი არ არსებობს, არსებობს. შესაძლებელია ამ ნარკოტიკებთან ბრძოლის წინააღმდეგ მეთოდოლოგიურად ჩატარებული ღონისძიებები და კონკრეტული შედეგების დადება შესაძლებელი არის. ამ ხელისუფლებაში მყოფ მინისტრებს და იმ თანამდებობის პირებს ამისი რესურსი არ აქვთ ნება და რაც ყველაზე მთავარი, არ ყოფნით განათლება. ანუ რო გამოვითხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირობითად 2020-2026 წლებში INL-ის და FBI-ის კურსები რამდენმა თანამშრომელმა გაიარა და დღეს ეს ხალხი სად არის, შესაძლოა ნახევარზე მეტი საერთოდ თანამდებობაზე, ანუ სამსახურში აღარ მუშაობდეს და ან ისეთ თანამდებობებზე მუშაობდნენ, სადაც ამ ადამიანებს გადაწყვეტილების მიღების უნარი და რესურსი არ აქვთ, იმიტომ რომ არ ინიშნებიან. ანუ ის ხალხი, რომლებიც დღეს არიან, ესენი არიან როგორი ხალხი? იცი, აი ტელეფონზე რო ხმოვნებს იღებენ და ხმოვნებს რო აგზალებენ და მითითებების გარეშე რო ნაბიჯს ვერ გადადგავენ. შესაბამისად, იმიტომ ვიღებთ ამ უკანონო ქმედებებს და ეს თაობა, ბავშვების თაობა, ახალგაზრდების თაობა,
მე დღე არ ვიცი ახლა ქუჩაში თბილისის ქუჩებში მე არ ვიცი ამ წუთას ჩემი თვალით რა ხდება, რასაც მეუნებიან, ანუ ჩემზე ცოტა უფროსი თაობა, ხო, იმიტომ რომ მე მოვესწარი იმ ბნელ 90-იანებში აი ამ ნარკოტიკებს, რომლებიც აი ესე ხელს რო შეყობდნენ ფორთოჩკები ეგრეთ წოდებული, ხო? და ხელს შეყობდნენ და არც იცოდნენ იქიდან ვიღაცა ნემს რო უკეთებდა და თან ფული რო შექონდათ. აი დაახლოებით მაგამდე მიყავთ. და მიზან მიმართულად სვავენ, ანუ აძლევენ ამ წამლებს, რომ უფრო მეტი მომხმარებელი იყოს. და რომელიღაცა ჯგუფი იყო, მე მგონი შენ ყავდა ის ბავშვები გადაცემაში ახალგაზრდები და ისინი რო აკეთებდნენ ნომრები რო წერია, ღიად ქუჩაში, თბილისის ქუჩებზე წერია ნომრები, გვჭირდება კურიერები, რომლებიც ამ ნარკოტიკებს განათავსებენ. ანუ კურიერებს მე არ გამიკეთებია, მაგრამ ვიცი, ხო. კურიერებს კი არ უნდა ვებრძოლოთ ჩვენ. კურიერები არ იქნებიან, როცა არ იქნება პროდუქცია. ჩვენ თუ ამას ჩავკეტავთ და პროდუქციის ძირითად შემომტანებს დავაკავებთ და სახელმწიფო ისეთ პოლიტიკას გაატარებს, აი უპირობოდ ნულოვანი ტოლერანტობა სჭირდება ამ მიმართულებას და გაატარებს, ანუ კურიერებს საქმე აღარ ექნება და ბუნებრივად ეგ სამსახური აღარ იარსებებს. ანუ რატო არსებობს ამდენად წარმოგიდგენია რა დონის ნარკოტიკის შემოდინება ხდება, რომ ვერ აუდიან მის გასაღებას და დამატებით კურიერები სჭირდება. მე მაგალითად ცხოვრობდი ერთი პერიოდი ცხოვრობ ფონიჭალაში. მე-19 პირველი, აი ესე იყო ჩემი კორპუსი. სავსე იყო ჩემი კორპუსის სადარბაზო ეგრეთ წოდებული გაკეთებული ბაიანებით. და მამუკა ჭელიძე იყო მაშინ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და მაშინ მამუკას უთხარი რომ მეთქი ან მანქანა დააყენეთ, ან კამერებით აღჭურვეთ და ჩემი კორპუსიდან ზუსტად 200 მეტრში დგას პოლიციის განყოფილება. და ყველაზე დიდი ტრაგედია და უბედურება რა არის? იცით რომ ანუ ეგ დასახლება არის, სადაც თბილისიდან ჩამოდიან მომხმარებლები 4, 5, 6, 8 მანქანით ჩერდებიან, მიდის ერთი კონკრეტული, ყიდულობს წამალს, მოაქვს იქვე იკეთებენ, ანუ იქვე ხდება მოხმარება და მერე მიდიან. და ეს ხდება უბანში, ბავშვების, მოხუცების, ახალგაზრდების ყველაფრის თვალწინ, რო არერიდება ამ ყველაფერზე. მე პირობითად ეხლა იმდენი შევძერი, რომ იმ კორპუსთან ეს რაღაცები მომესპო, მაგრამ ეს არ მოსპობილა ზოგადად, ანუ ამათმა გადაინაცვლეს სხვა კორპუსში გადაინაცვლებდა რა პრობლემაა. ანუ იქ გადავიდნენ, მერე ზემოფონი ჭალაში ავიდნენ, საერთოდ საჯართეში შევიდნენ, იქ იდგნენ. ანუ დაჟე სურათებს რო ვუღებდი ამ ხალხს და ერთ-ერთ პოლიციის უფროს უყრიდი ხოლმე, ანუ ზეპირად ვიცოდი უკვე, ხო ეგო ვიცი თუ ანუ კონტროლზე ყავს, ანუ კონტროლზე ყავს, მე გიორგი კარგად მოყვება, როგორ გადიან კონტროლზე, ძირითადი მაგათი კონტროლი არის ოტო, მეტი არაფერი კონტროლის მექანიზმი მაგათ არა აქვს. და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ იღუპება ჩვენი შვილების თაობა. და იღუპებიან იმ ქოცების შვილების თაობა, რომლებსაც დღეს ამ ყველაფერზე აქვთ 0 რეაქცია და რომ გონიათ, რომ ეს პრობლემა მათ შვილებს და მათი ოჯახს არ შეეხებათ. აი რომ გონიათ ზუსტად მან შეეხებათ. იმიტომ არის მე ამდენი დაავადებები, ამდენი ანატომიური პრობლემები ჯანმრთელობის მიმართულებით და იმიტომ არის ამდენი სიკვდილიანობა ახალგაზრდებში და განსაკუთრებით უკვე ჩართულები არიან გოგონები. და საჯარო უწყებებში აქტიურად ხდება, ანუ სახელმწიფო უწყებებში, საჯარო სამსახურებში აქტიურად ხდება ნარკოტიკის მოხმარება. ანუ ტრენდად არის დღეს ქცეული იაფასიანი კოკაინის შეყნოსვა. ოღონდ აუცილებლად $100 უნდა გადაახვიო და ისე უნდა შეიყნოსო. ანუ აი იცით 90-იანებიც აღარ გვექნება. ჩვენ თუ ხელისუფლება თუ არ შეიცვალა და ამაზე ძალიან კაცრი და ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა. მე იმის თქმას, მე იმას არ ვიძახი, რომ პირობითად დღეს რო შეიცვალოს ხელისუფლება, ხვალ ეს პრობლემა მოგვარდება. არ მოგვარდება პრობლემა. მაგრამ ჩვენ თუ ამ უწყებებს ჩავაბარებთ სპეციალისტებს, ჩვენ თუ ამ უწყებებს ჩავაბარებთ განათლებულ ადამიანებს და ამავდროულად ვთხოვთ ამერიკას, ევროპას, გერმანიას, საფრანგეთს, რომ მოდი გადამიმზადე ეს კადრები, დამეხმარე ტექნოლოგიური მიმართულებებით, დამეხმარე აპარატურით, დამეხმარე სადაზვერვო მონაცემებით და ასე
არც ერთი ქვეყანა უარს არ გეტყვის ეკა. უბრალოდ ესენი ამ ხალხთან არ თანამშრომლობენ. მოკლედ, როგორც ირაკლიმ თქვა, ნარკომანიასთან ბრძოლა ეს არის ურთულესი პრობლემა, რომელიც ყველა ქვეყანას უდგას, თავიდანვე უნდა შევხვდეთ იმაზე, რომ ნარკომანიის და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სრულად აღმოფხვრა ვერ შეძლო ვერც ერთმა ქვეყანამ, ვერც ერთმა დიქტატურამ, ვერც ერთმა ლიბერალურმა და დემოკრატიულმა ქვეყანამ ვერ შეძლო. ეს არის ურთულესი პრობლემა. საქმე იმაში არის, რომ ჩვენ როგორც ავართ მიჩეული და ჩვენი სამსახურები როგორც არიან, ჩვენი სპეცსამსახურები და ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია, ხო, მიჩეული ამ დანაშაულთან ბრძოლას, ეს არის ეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეხლა რო ჩაახედო ვინმე ნორმალური ქვეყნიდან და ანახო როგორ მუშაობენ, ხო? ნუ ეს არ ვიცი, ეს არ არის მუშაობა, ეს არის რაღაცა ძველი საბჭოთა მეთოდებით, ისე იმ საბჭოთა მილიციის ტრადიციებით, საუკეთესო ტრადიციებში ისე ბრძოლა ნარკომომხმარებლებთან და არა იმ ხალხთან, ვინც ამის შემოტანას ახორციელებს. ჩვენთან არის ესეთი რაღაცა, რომ ანუ უფრო მეტი ხო ყველაფერში ნებისმიერ დანაშაულთან ბრძოლაში ყველაზე პირველი რასაც უყურებს სამართალდამცავი ორგანოები და პოლიცია, რასაც უყურებს ხოლმე და რასაც აქცევს ყურადღებას, ეს არის სტატისტიკა. ანუ თავარია რომ სტატისტიკაში შენ ყავდეს ბევრი გამოვლენილი ანუ ნარკოტიკებით დაკავებული ადამიანი და ის მერე მოვაჭრე იქნება, თავისთვის მომხმარებელი იქნება თუ ვინ იქნება, ხო, იმას არ აქვს მნიშვნელობა. ეს სტატისტიკაში ჯდება, როგორც რომ ადამიანი არის დაჭერილი ეგრეთ წოდებული ფაქტით და ამით იზომება მერე იმ შესაბამისი დანაყოფის მუშაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, რომელსაც აქვს ერთ-ერთი მიმართულება, ორი ძირითადი მიმართულება, მაგრამ ერთ-ერთი მიმართულება არის ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა. ხო და ეს არის ახლა შევარდნაძის დროს რა იყო, ყველა მიცის, იქ შესაბამისი სტავკები არსებობდა ეგრეთ წოდებული, ანუ რაოდენობით დაკავებული, ვინ, სად რამდენი უნდა მიგეტანა, სად რამდენი უნდა მერე ზევით რამდენი უნდა ასულიყო. ნუ ეს იმ ძველ პერიოდს აღარ შევეხები და კორუფციით იყო თავიდან ბოლომდე ეს სამსახური გაჯერებული და ამას აღარ შევეხები. ყველა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა ეკუთვნოდა თუ არ ეკუთვნოდა, ოურის თანამშრომელი იყო თუ რა ვიცი, სხვა მეტროს პოლიციელი იყო, ანუ ნარკოტიკით თუ დაიჭერდა, ფულის გამორთმევის ძალიან კარგი საბაბი იყო ნებისმიერი მოქალაქისთვის. ანუ ვისაც ეკუთვნოდა და არ ეკუთვნოდა, ყველა ამის ნარკომანიაზე მუშაობდა ერთი სიტყვით. და მას შემდეგ რაც ეს ნაციონალების პერიოდი უკვე 2003 წლიდან, რაც შეიქმნა სოდი და ეს სპეციალური სამსახური, დაიწყო აი ესე. ის პირველი რაც ახსოვს ხალხს და რაც ცუდად დაამახსოვრდა ეს ნარკოლოგიურებთან რიგები და ასე შემდეგ, ხო? ეს იყო ზუსტად მაგის შედეგი, რომ ანუ რაღაცა დაჩქარებული წესით უნდა მომხდარიყო ამ პრობლემის, ესე ვთქვათ, ხერხემალში გადამტვრევა. ხო და ეს დაიწყო ეგრე, რომ ანუ ნებისმიერი ვინც იყო ეს ნარკომომხმარებლები, ვინც იყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა მოხმარების ფაქტიზე გექნებოდა ეჭვი თუ შენახვაზე თუ რეალიზაციაზე, ყველა მიდიოდა ნარკოლოგიურში, ყველა უნდა დაგეკავებინა, ზოგს ადმინისტრაციულად აკავებდი, ზოგს თუ ჩხრეკის დროს აღმოუჩნდებოდა მერე რამე ნივთიერება, იმას სისხლით აკავებდი ერთი სიტყვით და იმიტომ იყო ხლა ეს ხალხს რო ახსოვს, რომ ეს ნარკოლოგიურები და რიგები, ეს იყო მაგის შედეგი. ხო და ამას ჭირდებოდა ამას ჭირდებოდა სხვა განვითარება. ეს თქვათ პირველი პერიოდისთვის, ხო? ეს თუ მიზანშეწონილად ჩათვალა მაშინდელმა მთავრობამ და მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, რომ ეს სიტუაციის ხერხემალში გადასამტვრევად საჭირო იყო, ხო? მერე ამას ჭირდებოდა უფრო განვითარება რა, მაგრამ ამის განვითარება მერე აღარ მოხდა. აი ეს სამსახური საერთოდ ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის ცალკე სამსახური. ეს უნდა იყოს ცალკე, როგორც ამერიკაში არის DEA და ასე შემდეგ. ყველგან არის ცალკე, შეიძლება რაღაცა ფორმალურად არიან რომელიღაც სამინისტროს ქვეშ მოქცეულები, მაგრამ ხელმძღვანელობა ყავს დამოუკიდებელი და მოქმედებენ აბსოლუტურად დამოუკიდებლად. და ჩვენ შემთხვევაში ხო გვაქვს რა, რომ დღის განმავლობაში რომ CKPD-ს ნარკომანიის თანამშრომელი იმაზე ღონისძიებაზე არის, საღამოს მერე მოყავთ და იმაზე საღამოს მიტინგის
ის დასარბევად მიყავთ მერე და ანუ ეს ორი არ ეწყობა ერთმანეთში რა არ ხდება ეგრე ვერ მოხერხდება უბრალოდ ის რომ 4 დღე გადაბული მიტინგები არის და შენ ამ ხალხს მოხვეტავს უყველას ამ ნარკომანიის თანამშრომლებს და გადააცმე მერე ამ ჟილეტებს და იმას და მომიტინგების წინააღმდეგ დაარბენინებ და მათ დასარბევად იყენებ ხო ამით ვერ მოხერხდება უბრალოდ ვერც იმით ვერ აღმოიფხვრება რომ ვერც კანონმდებლობის გამკაცრებით ვერ აღმოიფხვრება ვერც იმით რომ ეს ისინი პროგრამები რომ კერძო პროგრამები გააუქმეს და გადაიტანეს მარტო სახელმწიფოები დატოვეს და გადაიტანეს ქალაქგარეთ რომ ის ცენტრალური ისინი გამზირები არ დაებინძურებინა აი ამ ხალხს ხო ვერც ეს ვერ აღმოფხვის პრობლემას პრობლემა აქ სხვა რაღაცაში არის ეხლა მით უმეტეს ხო რაც ესენი მოვიდნენ 2012 წლის მერე ხო აი საერთოდ უკვე აი რამეზე ლაპარაკი რომ ანუ რაღაცა ვინმე რამე გამორიცხოს ხო აი არ შეიძლება გახსოვთ ალბათ ის ფაქტი ჭიკაიძის მინისტრობის დროს იყო ის დიდი ოდენობით ჰეროინი რო ამოიღეს ეხლა ეს ხო არ არის პიროვნება თალიბანი ხო პიროვნება თალიბანი კი ბატონო ხო ეს ხო არ არის დასამალი ეხლა ოპერაცია პიროვნება თალიბანი ამერიკული ეს ანტინარკოტიკული სამსახურები ხო და ეს კერძოდ ეს დიას აქ ესენი მუშაობენ მთელ სოფლიოში აქ თურქეთში თავიანთი წარმომადგენლობა და ასე შემდეგ ეს რახან ეს ნარკოტიკი შედის მათ ქვეყანაში ხო მთელ ამ ტრანზიტს აკონტროლებენ ეგენი ანუ ავღანეთიდან მომდინარე ნუ აკონტროლებენ როგორ კონტროლირებადი მიწოდება ქვია ამას რა იციან საიდან რა როგორ ოვოდ მერე რა დროს უნდა დააკავონ და როგორ უნდა მოახერხონ ეს ხო ანუ რა ფორმით უნდა მოახერხონ ტვირთის დაკავება დამნაშავეების დაკავება ამას მერე თვითონ წვითავენ ჩვენ ვართ ამ ტრანზიტზე ვდებარებობთ რა და მაშინაც ეგრე იყო ეგეც ერთ-ერთი ჩვეულებრივი ესეთი მოწოდების ფაქტი იყო უბრალოდ ჩათვალეს საჭიროდ რომ ამის იქითკენ გატარება აღარ იყო საჭირო მისცეს ჩვენებს ინფორმაცია და დააკავეს თუ ეხლა არავის რაღაცა იქ ზებუნებრივი ის არ ჩაუტარებია და არაფერი მანდ ისეთი არ მომხდარა მერე ერთად იდგნენ და თავს იწონებდნენ ეხლა ესეც ყველაფერი იცის და უბრალოდ ეს ტელევიზორში ეხლა ისე ჩანდა და მოსახლეობისთვის რომ აი რაღაცა ისეთი თავიანთ თავს გადააჭარბეს და ისეთი ღონისძიება ჩაატარეს არაფერი რაღაცა მანდ განსაკუთრებული არ ყოფილა და ისიც მერე რაც იყო იმქიდანაც მერე მოიპარეს ანუ ის ნარკოტიკიც რო დააკავეს იმ ადგილიდანაც მერე თვითონ თანამშრომლებმავე მოიპარეს ის ფაქტი მერე იმ თანამშრომლებმა გაყიდვა დაიწყეს მერე ის თანამშრომლები კიდე ცალკე დასაჭერები გახდნენ მერე იქიდან მოპარული ფაქტით და ერთი სიტყვით ხო და ვერაფერს ვერ გამორიცხავ ეხლა საერთოდ იმიტომ რომ არ აქვს მთელი ეს სამსახურის მუშაობა არის ჩამოკიდებული ამ ოტოზე ტელეფონში გავა რამე გავა არ გავა 2015 წელი იყო თუ 16 წელი იყო აღარ მახსოვს იყო ესეთი შემთხვევა რომ ოტოში უნდა შემოსულიყო შემოწმება ეგრეთ წოდებული რაღაც შერეული კომისია იყო იქ იყო პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მე მგონი სახალხო დამცველი და უცხოეთიდან იყვნენ წარმომადგენლები, რომლებსაც ოტოს ფუნქციონირება უნდა შეესწავლათ და რადგან ეს ოტო იყო გვაქვს, ეხლა ესე არის უკვე რომ არის ლევიც და პრავიც და ამაზე ადრე ვილაპარაკე, ერთი სიტყვით რო არ ენახათ და რახან ეს ერთ შენობაში მდებარეობდა, მაშინ არ იყო ის ახალი შენობა, რომელიც ეხლა მოდულში არის აშენებული იქით ქავთარაძის ხარეს. ის შენობა არ იყო, მაშინ და ცალკე არ იყო გასული, როგორც დეპარტამენტად და იყო მოდულის შენობაში. იმ სართულზე მოდულის შენობაში იყო ერთ მხარეს პრავიოტო, მეორე მხარეს ლევიოტო, რომელიც ნახევარ საქართველოს უსმენდა აბსოლუტურად უკანონოდ. დაახლოებით ეგრე იყო. და პირველ სართულზე იყო პრავი, მეორეზე იყო ლევი. და ერთ სიტყვით რო არ ენახათ იმ ფლიგელს და იმ შესასვლელს მიაყარეს ცემენტის მეშოკები, ვითომ რემონტი იყო და იქ რო არავინ არ შესულიყო. და თუ დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში ელოდებოდნენ ამ შემოწმებას. და გათიშული იყო ოტო. ყველა ოტოშნიკი იჯდა სახში, ოტო იყო გათიშული, მარტო იყო ჩართული ეგრეთ წოდებული პრავი ნომრები, რომელიც ბრძანებით იყო ჩართული და იმ დროს ეს იყო მარტი თუ აპრილი, დაახლოებით ეგ პერიოდი იყო, მთელი ეს ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლი სამსახური ფაქტიურად უფუნქციოდ დარჩა.
ხალხს თავაზობდნენ შეებულებებში გასვლას, როცა ეხლა გაზაფხულზე შეებულებაში გასვლა პროსტა წარმოუდგენელია უბრალოდ, არავის არ ეუბნებიან, არავის არ თავაზობენ, ზაფხული არის საერთოდ შეებულების პერიოდი და იმ დროინდელის ეხლა ესეც რა აი ამის მარტივად გადამოწმებად შეიძლება რო ამოიღო იმ პერიოდის სტატისტიკა, იმ თვეების რო ამოიღო ნარკოტიკულ დანაშაულზე დაკავებული არის 0. არავინ არ არის არც გამოვლენილი, არც დაკავებული. იმიტომ რომ აი ესე არის მიბმული მაგ სამსახურზე. დანარჩენი არაფერი არ კეთდება და ამას ჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც სისხლის სამართლის პროცესუალურ ნაწილში, ისე მატერიალურ ნაწილში, ისე ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონში და ასე შემდეგ. და გიორგი, ამ ფონიჭალაში რა ხდება? ესეც მოყევე შიგნიდან, აი სულ გვგებლობ ფონიჭალაში ხო, აი ეს წარმოუდგენელი რაღაცა ვიხილეთ აი ამ დღეების წინ, რომ Facebook Live-ში ფონიჭალის წარმომადგენელი ჩაერთო, ერთ-ერთი მაცხოვრებელი ჩაერთო და რომელიც აი პირდაპირ ეთერში იძახდა, რომ CKPT-ს რომელიღაცა თანამდებობის პირი ურეკავდა და სთავაზობდა თანამშრომლობას. აი პირდაპირ აგენტობას სთავაზობდა ტელეფონით. აი მსგავსი, ნუ არ ვიცი, აი წარმოუდგენელი ახლა ვისაც ოპერატიულთან რამე შეხება ქონია, ვისაც აგენტურასთან რამე შეხება ქონია, აი ესე ამ ფორმით და ტელეფონში თან ესეთ ადამიანს რომელიც რა ვიცი, იცი რომ მე Facebook Live ჩართავს და მთელ ქვეყანას უნდა გააგებინოს, შენი სახელი და გვარი და ურეკავ და იმას თანამშრომლობას თავაზობ და იბირებ, ხო ფაქტურად აი მიბირებსო იძახდა კაცი იმაში რომ დაიმაგრე კამერა და გადაუღეო. კამერის დამაგრება და გასვლა და ვიღაცის ჩაწერა, ხო და დანაშაულის აღბეჭო და ეგ არის აგენტობა, ეხლა მეტი კი არაფერი არ არის. ხო და აი ამას სთავაზობდა და ეს კაცი დადგა და პირდაპირ ეთერში თავის სახელი და გვარით თან იძახდა აი ამის თანამდებობის პირის, ხო? ნუ აი არ ვიცი ეხლა აკადემიაში ანუ ეს როგორ უნდა მოხდეს? ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნარკოტიკთან ბრძოლაში და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა ნორმალურ სახელმწიფოში. კი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის და რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი არის, რომ იქ აგენტით იქნება თუ უბრალოდ შენთან მოთანამშრომლე პირით იქნება თუ ჩანერგილი გეყოლება ვინმე თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ოპერატიული მეთოდები არის და ოპერატიული მუშაობის ხერხები არის. აკადემიაში გვიკითხავდა ტექსასელი იყო ყოფილი პოლიციელი ტეხასის შტატიდან, რომელიც 16 წლის განმავლობაში დაიწყო მუშაობა, ერთ საქმეზე მუშაობდა ერთ დანაშაულებრივ, აი ესე ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში იყო ჩანერგილი. 16 წელი იყო ჩანერგილი, დაამთავრა ამ საქმეზე მუშაობა, ის ბანდა გამოაშკარავეს, დაიჭირეს, ვინც დასაჭერი იყო ყველა და ამ კაცმას დაამთავრა კარიერა და წამოვიდა. ერთ საქმეს მიუძღვნა მთელი თავისი ცხოვრება. ხო, აი ესე არის, როცა თუ მტკიცებულებების მოპოვება გინდა, ხო, ეხლა ჩვენთან ესე იციან ხოლმე, რომ აი ქალაქში მკვლელი ნარკოტიკია, ვიღაცა გარდაიცვალა ამ ნარკოტიკით და მეორე დღესვე ითხოვს საზოგადოება, რომ ეს ნარკორეალიზატორი იყოს დაკავებული, მაგრამ არ ხდება ესე. თუ გინდა რომ მტკიცებულებები კონდეს, თუ გინდა რომ კანონიერად მოახდინო ეს, თუ გინდა რომ ცემატყეპის გარეშე მტკიცებულებები მოიპოვო და არაფერი არ იმასაკნა შეთხზა და მოიგონო და მართლა კანონიერად დააკავო, ამას ჭირდება დრო, ამას ჭირდება რესურსები. შეიძლება სურვილის შემთხვევაში უბრალოდ ყველას აწყობს, რომ ეს სამსახური იყოს ერთიან აი ამ მონსტრში გაერთიანებული, რასაც ეხლა შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვია. რო დაუძახებენ მე დაუტკაცუნებენ ამ ნარკომანიის უფროს, წამოიყვანე შენი 100 კაცი იმაში საღამოს მიტინგის დასარბევად, ამანაც დაურეკოს და იმასაკნას ჩააგდოს ჩატში და საღამოს წავიდნენ სულ ყველა იმაზე მიტინგზე. აი ეგ როგორ ხდება? აი ეგ ეს არის რაღაცა ტიტუშკობის ანატომია. ეხლა ეს ანატომია უნდა ამიხსნა, როგორ ხდება კრიმინალის გამოყენება აი ამ დარბევებისთვის, რაღაცა ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლებისთვის, რასაც ამ ქართული ოცნების მოსვლის დღიდან ვადევნებთ თვალს, ხო? ყველგან არიან აი ეს ტიპები. აი ეხლა როგორ ხდება ეს და საიდან მოდის ამისი სათავეები, ეს აგვიხსენი კარგად. ხო და ის წერა რომ დავიწყე აღარ გავაგზელე მე ეს ნაციონალების პერიოდიდან სოდის დროს იყო ეგეთი ტრადიცია რა, ანუ აი ეს დაკავებები რომ დაიწყო ამ სამსახურმა დაიწყო ფაქტიურად მარტო ამაზე მუშაობდა რა, დიდი სამსახური იყო დიდი შტატით
და ვინც იყო, ანუ ვინც დაკავებული, ვინც შემოყავდათ, შენობაში ვინც შეყავდათ, ყველას აიძულებდნენ ხელწერილის დაწერას თანამშრომლობაზე. რო თანახმა იყო ნებაყოფლობით ეთანამშრომლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ეხლა ვიღაცას წარწმუნებით, ვიღაცას დაყვირებით და ასე შემდეგ, მაგრამ 10-დან 9 ამას თანხმდებოდა. იქ გარემოც ისეთი იყო შექმნილი შესაბამისი და ასე შემდეგ, იქ რო კაცი შედიოდა ერთი სიტყვით, ამ ხელწერილს ყველა წერდა. და აი ეს ხელწერილები ხო იყო მე ეს დაგროვებული და ისინი თuliდნენ ესე, ისწავლობა თuliდნენ ესე, რომ ეს ხალხი ხო, ესენი პლუს მინუს ყველა დაკავშირებული იყო მაინც ამ კრიმინალურ სამყაროსთან და ამ სუბკულტურის მატარებელი ხალხი იყო და თუ ესენი ვინმე თავს წამოყოფდნენ მე რაღაცა უფრო მეტი ამბიციები გაუჩნდებოდათ ან კრიმინალურ სამყაროში ლიდერობაზე ან რაღაცაზე სიტყვით თუ უფრო ბევრის გაფუჭებას დაიწყებდნენ მე თუ ეხლა რა თქმა უნდა რამით დაიჭერდნენ და დააკავებდნენ არავინ თავზე ხელს არ გადაუსვავდა იმის გულისთვის რომ თანამშრომლობაზე ხელწერილი ქონდა დაწერილი მაგრამ თუ ზედმეტი ამბიციები გამოუჩნდებოდათ ამ ხელწერილს მე დაუდებდნენ და ეტყოდნენ რომ შენ ის არ ახარ აი ჩვენთან რო გაქვს ეს ხელწერილი დაწერილი და იცოდნენ რა რომ ეს ამ სუბკულტურის მატარებლის ხალხში ეხლა ამაზე დიდი ცოდვა არ არსებობს რომ ხელწერილის დაწერა თანამშრომლობაზე ანუ ამით ყავდათ ერთი სიტყვით ეს ქუჩა ამით ყავდათ ერთი სიტყვით გაჩერებული რა ქუჩა რა ქუჩის ნაწილი ესე ყავდათ გაჩერებული რა თქმა უნდა ეხლა იქაც იყვნენ გამონაკლისები რომლებიც არ თანხმდებოდნენ და ზემატყებასაც უძლებდნენ და ყველაფერს მაგრამ ძირითადი მასა ეგრე იყო ხო და ეს თავრობა რაც შეიცვალა 2012 წლის მერე წესით რო გამოვიდნენ და აი ეს კასეტები გამოიტანეს და ესენი და დისკები და აი დაჭერეს და ყველაფერი გავანადგურეთ და თუ რამე კომპრომიტირებელი იყო ესე და ყველაფერი ერთ სიტყვით გავანადგურეთო არავის არაფერი არ გაუნადგურებია ამოწიეს ეს ხელწერილები და აი ეს ხალხი ეხლა ვისაც ხედავთ ხო უბრალოდ ეხლა ამათმა გააკეთეს რა რასაც ის ხელისუფლება აი ნაციონალური მოძრაობა თვლიდა რომ ესე ვთქვათ ბჭყალებში რომ ეგრეხებოდათ ამათი გამოყენება რამე ან ვთქვათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან საბრძოლველად ან ნებისმიერი მიზნით ამათი გამოყენება იმათ რომ ეგრეხებოდათ ესე ვთქვათ და ისინი არ იმასაშებოდნენ ანუ თაკილობდნენ ამის გაკეთებას და არ თვლიდნენ რომ ანუ თავიანთ სწორად არ თვლიდნენ და ანუ არ თვლიდნენ რომ საერთოდ ეს ხალხი რამეში გამოსაყენებელი იყო ამათმა პირიქით რატო უნდა იყოს ეს რესურსი რატო უნდა ყოფილიყო ესე დარჩენილი გამოუყენებელი და აი ამ ხალხს რო დაიწყო ეს ნუ ეხლა ჩიდეტი მაინც ეს მართლა სპონტანური იყო და ჯერ ესენი ახალი მოსულები იყვნენ და მაგხელა აქციას ვერ დაორგანიზებდნენ მაგრამ შემდეგში რაც ვნახეთ ხო ეს სულ ყველაფერი არის სულ ყველაფერი ეს ხალხი რომელიც აი ეს რაღაცა ზოგს ნაციონალებს ზოგს სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს რომ შემთხვევით რომ ხვდებიან ქუჩებში შემთხვევით რომ ხვდებიან სადღაცა გზაზე და შემთხვევით რომ კონფლიქტები მოსდით და შემთხვევით რომ მუშტიკრივზე გადადიან რუსთაველზე რომ შემთხვევით გაივლიან ხოლმე და იქ რომ იმას აშვებიან ჯერ კიდევ აი რომ თემირვან მაჩელეკაშვილის კარავი რო იდგა იქიდან მოყოლებული და გინდა მანამდე და იმის მერე დღემდე ეს არის სულ ეს ხალხი რა აბა ეხლა ამ ხალხს რა გონია რომ ესენი სულ ყველა მართლა ირეკლემ ფიშვილიშვილები არიან და სულ ყველას მართლა ის აქვთ ესე ის სისხლიანი 9 წელი და ქართლობას გვართმევენ და მაგის გულისთვის უცბად მანქანა არ აყავს მართვის მოწმობა არ აქვს იმიტომ რომ ნარკომომხმარებელი არის ისა და მეტროთი გამორბის რუსთაველზე რომ გავიდეს და ვიღაცას ხელი აატყას ეხლა ხო წარმოუდგენელია ეს ხო ერეკლე პაპა სიტყვიერად ამბობს ამბობდა მის შეურაცხყოფაზე მე რო გეუბნები ბეციაო კორექტ ბეცი კი არა აი ხლა ხალბატონები არიან შეურაცხყოფა არა როდესაც წმინდას გიბილწავენ ყველა მოსწავლეები ხართ თქვენ გამომძიებელი ყველა პირად ინტერესებში მოქმედებთ არანაირი დამოუკიდებელი ტელევიზია თქვენ არ ახართ მიცანი აჯაბსანდალი მერეჩანგალი წიემიე გამიწიე ეს ყველაფერი ხო იცი სერივარი ფეშინა არ გამოვალ ქვეშიდან სახლით უკან მაშინა ბიჭო რამ შეგად აი ეს ხართ თქვენ ეს არის თქვენი მე ნელსონ მონდელა ხო ნელსონ მონდელა
ეს არის სუეკ ხალხი არის რა. აი რეგიონებშიც არის ეგრე ახლა. რაც მე თვითონაც მინახია და ისედაც რა თუ დაკვირვებული თვალი ხო ისედაც შეამჩნევს მაგას რა ისედაც ხდება ახლა რეგიონებში ორი კაცი რო ყავს სოფელში ეგეთი ხო სიტყვაზე რა ის ორი კაცი რო ბიჟაზე დაიძახებს რომ წავედი და ესეთი რაღაცა ხდება ხო ვიღაცა LGBT ხალხი შემოტევაზე გადადის და რაღაცა პარაც აპირებენ ხო ის ორი რო დაიძახებს ხო მე 6 ვიღაცა ბიჟაზე მდგომს აიყოლიებს მე რა აი ეს ისინი რო იყვნენ კარტოგრაფების საქმეზე რო დაიჭერდნენ და ივერი მელაჩვის რო გადაუდგნენ იქ სადღაცაც რომ მიდიოდა იქაც იქ ვითომ აღშფოთებული სოფელი რო რაღაცა წინ გადაუდგა და რაღაცა აი რა ვიცი რამოდენი ფაქტი იყო ჯერ 1-2 ისეთი ვნახე პირადად მე რო ვიცნობდი და პირადად მე რო ვიცი მე 5-6 ივლისის მოვლენებზე ხო რა ვიცი რამ თუ ვინმეს ვიცნობდი ყველა მანდ ვნახე ვინც მაგ საქმეში შემჩნეული იყო და ანუ ვინც აგენტად ვისაც ვიცნობდი და ვინც ვიცოდი ყველა მანდ იყო და ისედაც რა ეს ხალხი უბრალოდ ამათ იმით კი არ აშინებენ რომ აი ხელწერილი და შენ თუ ამას არ გააკეთებ აი მე ამ ხელწერილს ან გამოგიქვეყნებ ან რაღაცა ამათ ელაპარაკებიან ტკბილი ენით რომ აი ვიცით რომ არის აი ეს ხელწერილი გვაქვს არანაირი კონფლიქტის და იმის გარეშე სთავაზობენ რომ პირიქით მოდი შენ ამ საქმეში გვერდში დაგვიდექი და მე შენ ანგარიშზე გარდა იმისა რომ ამას არ გამოგიქვეყნებ თანხას მოგცემ თან რაღაცა პერიოდი მაინც ეს იმ დღეს და ამ კონკრეტული საქმის შესრულებაში თანხას მოგცემ და რაღაცა პერიოდში ხელშეუხებლობით იმას იზავ რა ქვია ისარგებლებ რა ერთი სიტყვით რა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ რაღაცა ვიღაცას გონია რომ ეს ეხლა რაღაცა ერთი შეიძლება ფაქტი იყოს ორი სადღაცას მოხდეს შეიძლება სამი მოხდეს და რაღაცა ცალკეული შემთხვევები იყოს ეს არის აწყობილი სისტემა არის უკვე ვინც აი ამაში ეს მთელი სიები უდევთ იქ ამ კრიმინალური სუბკულტურის ხალხსაც რა ეხლა ამათაც გონიათ რომ ეხლა ბევრს გონია რომ თუ პირდაპირ არა გაქვს ვიღაც პაგონიან პოლიციის თანამშრომელთან საქმე და რომელიღაცა ჩერეს ესე ვთქვათ გამგებლის მოადგილით არიან კავშირზე და თანხას გამგებლის მოადგილით იღებს მე ხო ეს გონიათ რომ ანუ რაღაცა არ ითვლება რა მე რა ვიცი რატომღაც ეგრე ჩაითვალა მე რომ მაინდა-მაინც თუ პოლიციელი მოგცემს ფულს და გეტყვის რომ წადი ეს კაცი ცემეო და ანუ და აჰა შენ თანხა ამაშიო ის არ შეიძლება და ანუ მიუღებლად მიაჩნიათ თუ გამგებლის მოადგილე ეტყვის რომელიღაცა ის მისაღებად ითვლება რა ეხლა ამ ქუჩის ხალხსაც ქუჩაში მდგომ ხალხსაც და ამ კრიმინალის ანუ მოკრიმინალო ხალხსაც ამათაც ეხლა ესე ყოველ დღე ხო ვერ ატარებდნენ ამ პოლიციაში და ესე დავალებებს ხო არ მისცემდნენ ესენი არიან ზოგი გამგეობაში სადღაცას გაფორმებული ზოგი სადღაცას მერიაში გაფორმებული ზოგი სიფში ზოგი აიბში ზოგი არცად არ არის გაფორმებული და რა ვიცი ხა ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება არაფერი არ უკეთებია ბიჟაზე დგომის მერე და უცბად სურვილი უჩნდება რომ TikTok პლატფორმა გახსნას და სიცხლიან 9 წელზე ლაპარაკობს მერე გადადის გეოპოლიტიკაზე და ირან-ამერიკის ურთიერთობებს იხილავს და იმას რომ აი ცხოვრებაში რომ ეგეთი რაღაც შეიძლება ბიჟის იქით რომ არცად არ ულაპარაკია და ამას რომ ლაპარაკობს და მიკროფონი რო უდგას $500 და რაღაც ხლა ეს რომ თავისით არ არის გაკეთებული ხო ის არის ფაქტია რა და სულ არაფერი მე ამ ხალხს იყენებენ აი ეს იგივე ეს ტროლბოტებით გარდა იმისა რომ ამ სიპებში და აიპებში დასაქმებული ხალხი არის ეს არის იგივე აი ამ კონტინგენტიდან არიან წამოსულები რა ვინც ესეთი ხალხი ვინც ხელფასით აყავთ მიბული და ხელფასზე უზით ესე რო ვთქვათ რა ისიც ტყუილა რო არ მოცდეს ხო იმასაც აქ დავალებული რომ იჯდეს უარდება კონკრეტული თემა ვის უნდა შეესიონ და ვის უნდა უკომენტარონ ნუ ეხლა ლანძღვა და გინება არ ეშლებათ მაგის სასწავლებელი სახელმძღვანელო არ ჭირდებათ და მაგაში თავისუფლები არიან. ერთ სიტყვით ეს არის ეს სისტემა აწყობილი და აი მაგ ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა რა უბრალოდ ეხლა ვინც მისმენს აი მაგ ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა რა რომ ყველა ეს ტროლბოტები ვინც აი ამ კლავიატურის კაკუნში ეგრეთ წოდებული აი ეს მაუს კლიკერები
ვინც ამ კლავიატურის კაკუნში ხელფასებს იღებს, ვინც აი ამ დავალების შესრულებებში, დემონსტრანტებზე თავდასხმებში, პოლიტიკური პარტიის ოფისებზე თავდასხმებში, ამ პოლიტიკოსებზე თავდასხმებში, ვისაც თანხა აქვს აღებული როდისმე, ან ვინც ამის მერე აიღებს, არ არსებობს უბრალოდ, აი რა ვიცი, თუ ვინმე დამიჯერებს, არ არსებობს, რომ ეს დოკუმენტაცია რამდენი ყველა ლარი არის აღრიცხული, ყველა ლარი, გადაცემული ლარი არის რამოდენიმე გზის, როგორც ელექტრონული ფორმით, ისე ფურცელზე არის აღრიცხული და იქნება შენახული სულ აწდა მარადის უკუნითი უკუნისამდე. რო წავა ეს ხელისუფლება, ხო? არავინ მაგას არ გაანადგურებს. თუ ვიღაცა ერთ ეგზემპლარს გაანადგურებს, ორი მაინც დარჩება და რომ მომავალი ხელისუფლება, ხო? ნუ არ ვიცი მე ახლა რას გადაწყვეტენ და როგორ გადაწყვეტენ, მაგრამ ეს რომ ვინ იყო, აი ამ ტროლბოტების უკან ვინ იყო, აი ამ დავალებების შემსრულებლები უკან რეალურად ვინ იყვნენ, ეს ყველაფერი ხო გახდება ცნობილი მინიმუმ თუ საზოგადოებისთვის არა, აი მომავალი მთავრობისთვის ცნობილი გახდება და ყველაფერს გაიგებს რა. ვინ ვითი იყო, რის საფასურად აკეთებდა ამას, ხო? ყველაფრის უკან მაინც ეხა მოდიხარ, მაინც იმასთან, მაინც თანხასთან მიდიხარ რა და ყველა ეს მაინც თანხით ხდება ანაზღაურება და ეს თანხა ყველა შემთხვევაში ფიქსირდება. და ეს ყველა ვარიანტში გამოვლინებული იქნება მეთქი, აი გამორიცხული არის უბრალოდ რა. შემდეგი მთავრობა ვინც იქნება, იმას დახვდება. მოკლედ აქ რო შევაჯამო, შეიძლება ბევრს ქონდა ეს კითხვა და მეც მქონდა თავიდან ეს კითხვა, რომ აი ეს ტროლბოტები ასე მასიურად წერა-კითხვის უცოდინარები, გაუნათლებლები, წარმოუდგენელი პერვერსიული ფანტაზიის მქონე გინებაში და ასე შემდეგ. ანუ მართლა წერა-კითხვის უცოდინარი ხალხია და ეხლა კარგად იხსნება. ხო, კიდევ ვიმეორებ, აი არ არიან მეთქი ესენი ყველა ამ ერეკლე მეფის შვილიშვილები და რაღაცა ტრადიციული ღირებულებები და რაღაცები, აი არ აინტერესებს ეს მოვა ახალი მთავრობა, თუ ახალი მთავრობა შესთავაზებს და საერთოდ ის ახალი მთავრობა იქნება, არ ვიცი, რა ვიცი, პრო-ნორვეგიული, ხო? და რა კურსაც ის გაატარებს და რა დღის წესრიგიც ექნება, იმის კაკუნს დაიწყებენ მერე, იმის ანტინორვეგიულად ვინც იქნება განწყობილი, ხო, იმათ მიუვარდებიან და იმათ ცემენ მერე. აი, არანაირ აღირებულებებზე უნდა იყოს, აი, რა საერთოდ მაგაზე უბრალოდ მე ამას კარგად საერთო კონტექსტში კარგად ჩაჯდა ის, რომ საპატრიარქოს ყოველთვის ჰქონდა სენტიმენტები ამ დანაშაულთა სამყაროს და ამ კანონიერი ქურდების და აი ამათ მიმართ რა, ყოველთვის იყო ეს სენტიმენტები. თუნდაც 5 ივლისი ავიღოთ ცალკე, ხო? აი ეს ხო საპატრიარქოს ორგანიზებული დარბება იყო. ხა ირაკლისგან ვიცით, რომ ჯაღმაიძე იყო ამის დამგეგმავი და პირდაპირ დაგეგმა ეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეებს უთხრა, რომ იქ ხალხი არ ყოფილიყო, პოლიციელების ის რაოდენობა, რაც ასეთ დროს აუცილებელია, რომ ის აიღებდა თავის თავზე პასუხისგებლობას და ჩვენ მივიღეთ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარბევა და მართლა პოგრომი და ეს იყო პირველი მართლა ასეთი სისასტიკე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და ამ ყველაფერს სათავეში ედგა საპატრიარქო და ჯაღმაიძის უშუალო ხელმძღვანელობით, ხო? აი ამათი დაკავშირება როგორ ხდება, ეს ამბავიც მოყევი და შემდეგ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ცნობილი ამბავი ბარიგა მღვდელზე. ხო, აი ახლა ჯაღმაიძეზე გამახსენდა, იყო ესეთ შემთხვევა 2000 ეგ წელი იყო 2015 თუ 2016 წელი იყო ერთი სიტყვით. ქალაქის ცენტრში ყიდის ვიღაცა ნარკოტიკს, ანუ პირველი რაც იყო, რომ ქალაქის ცენტრიდან იყიდება, აი ცენტრის ცენტრიდან, ყველაზე ცენტრალური ნაწილიდან ქალაქის დრისით, მზისით. ანუ აღმოჩნდა, რომ ყიდის სასულიერო პირი, ჩვეულებრივი მღვდელი. ყიდის აი ყველა მოურიდებლად რა, ჩამოდის ან მანქანის კლიენტი მისდის სახლის წინ, ან მანქანის ბაგაჟნიკი არის ახთილი ეგრეთ წოდებული საბარგული და იქ აგდებს, ან კიდევ ხელში და შორდებიან. აი ურთულესი მერე სატარებელი გადასაღები და ასე შემდეგ. დავადგინეთ რა თქმა უნდა ვინ არის, მოქმედი მამაო არის. მოქმედი მღვდელია. გადადის რაღაც პერიოდულობით გადადის თურქეთში, ყიდულობს ნარკოტიკს, გადმოდის. და
ეს რაღაცა პერიოდი რო გაგრძელდა, რა თქმა უნდა, თავიდანვე საქმის ყურში ჩავაყენეთ, რომ ესე სასულიერო პირი არის და ანუ ესე თან აი ამ დასახელებებით რომ ამას ყიდის. აქ არ იყო რაღაცა ერთ ნარკოტიკზე საუბარი, ანუ ერთი დასახელების ნარკოტიკზე. ხო და ეს რამოდენიმეჯერ ჩვენ ვაწარმოებთ მუშაობას, გადავიღეთ მთელი ფილმი გვა გადაღებული. მერე აჭარის უფროსმა ერთხელ, ჯერ არ გვაძლევენ უფლებას რომ დავაკავოთ. ხა ჩვენთან წეღანაც ვილაპარაკეთ, ვერავინ ვერაფერს ვერ გადაწყვიტა, სულ ზევით სანამ არ შეათანხმებ, არცად იქ ვერ გადაწყდებოდა ჩვენთან ვერავინ ვერ აიღებდა შინაგან საქმეთა სამინისტროში მაგის დაკავებას თავის თავზე. მერე მოხდა ისე რომ აჭარის, ანუ ამ ნარკომანიასთან ბრძოლის სამსახურის აჭარის უფროსმა გარისკა და სადა დაკავება სარფში გადმოსასვლელზე, ფეხით გადმოდიოდა, ანუ სადა და ატეხა პანიკა, დაიწყო ყვირილი, რა თქმა უნდა, დაიწყო რეკვა, დაურეკეს და ღონისძიება ანუ შეჩერდა და რა თქმა უნდა ვერ ჩხრეკამდე ვერ მივედით ვერაფერი, ანუ ერთ სიტყვით ვერც გაიჩხრიკა ეს ხდელი, ვერაფერი შემოვიდა ჩვეულებრივად. შემოვიდა გააგრძელა. ისევ გააგრძელა და ეს ეხლა ირაკლიმაც თქვა და ყველა მიცის და არც ეგ დასამალი არ არის და რავი რო კითხოთ მე მგონი თვითონ არ მალავენ მაგას რომ ჯაღმაიძე არის, მაშინაც ეგ იყო, დღესაც ეგ არის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთოდ ზოგადად ძალოვან უწყებებთან, ძველი პატრიარქის პირობებში არც გარდაცვლილი ის იყო, ანუ ხაზზე იყო ხოლმე ის და ის რეკავდა და ის იყო კავშირზე ერთი სიტყვით. და ბოლოს, ანუ ერთ-ერთ ისევ ქალაქის ცენტრში მდებარე ეკლესიაში იყო რომელიღაცა რელიგიური დღესასწაული იყო და 7 გზის ზეთიცხების წირვა მიდიოდა. წირვიდან გამოვიდა, კლიენტს მისცა ეგრეთ წოდებული ფაქტი, ანუ გაყიდა და შევიდა უკან. ესე იგი, მღვდელმა ჯერ წირვა ჩაატარა, მერე გამოვიდა და წამალი მისცა, ნარკოტიკი მისცა. რამოდენიმე მღვდელი ატარებდა რა და ეს ერთი გამოვიდა, მისცა და შევიდა უკან. და რამოდენიმე მღვდელი ატარებდა ამ პროცესს რა. ხო და ანუ ამაზე რომ უკვე შევატყობინეთ ზევით და უთხარით რომ ესე და უკვე წირვის დროს და რაღაცა ამაზე უკვე მერე შეფუძხუნდნენ. ეხა წირვის დროს რო გამოდის და გაყიდის და უკან შევა, რა ვიცი, ხა მაგას მეტი რაღა უნდა გააკეთოს. და დაგვხდეს ნება ღონისძიების ჩატარებაზე, ოღონდ იმ დათქმით, რომ თუ ნარკოტიკს ვერ უპოვით და აქ ლაპარაკი იყო პირად ჩხრეკაზე და ბინის ჩხრეკაზე რა, თუ ვერ უპოვით, დაეწყობით რიგითიდან დაწყებული უფროსი დამთავრებული და სულ ყველა წახვათ სამსახურიდან. და ერთი სიტყვით ჩაინიშნა ღონისძიება, ამ მღვდელთან მოდიოდნენ, ეგრე დაემთხვა, რომ სპეციალურად არ იყო ეს არჩეული, ეგრე დაემთხვა, რომ ქუთაისიდან მოდიოდნენ კიდე სხვა სასულიერო პირები, ეხლა რა იერარქები იყო არ ვიცი, იმიტომ რომ კაბები ეცვათ, ანუ ეს შესამოსელი და ძამას ხეობიდან იყო კიდე ერთი პარტია იქიდან მოდიოდა. უნდა შეხვედოდნენ მცხეთის ჯვრის ქვევით, ავჭალისკენ რო გზა შემოდის, იქ უნდა ყოფილიყო შეხვედრა, ერთი სიტყვით ეს ღონისძიება ჩატარდა, იქით ეს თვითონ ეს მღვდელი იყო დაკავებული და ეს ხალხი ვინ ჩამოსულები იყვნენ, აქეთ ბინაში ჩხრეკაზე შევედით, იქაც იმათაც აღმოუჩნდათ ნარკოტიკული საშუალება, სახშიც იქნა აღმოჩენილი, რა ვიცი, ხე განსაკუთრებით დიდი ოდენობა, უკვე ჩხრეკას ვასრულებდით და გვეგონა რომ დამთავრდა ყველაფერი და მე ერთი გაუფორმებელი იარაღიც კიდე ზედ დაემატა, ერთი სიტყვით და აი ესე ჩაიარა ამ ღონისძიებამ, რა ვიცი, ჩვენ გადავჭით სამსახურიდან იმას გაშვებას ჩვენ გადავჭით და ეხლა იმის ბედი მე რა ბედი ეწია არ ვიცი, იმიტომ რომ იმას საკმაოდ ისეთი გავლენიანი ის ჰქონდა საპატრიარქოში საკმაოდ სახელს და გვარს ვერ მეტყვი? ამ პერიოდის ეხლა ამჯერად თავს შევიკავებ, უბრალოდ უარყოფას სავარაუდოდ არ ეცდებიან თუ ეს საუბარი ეხლა მივა იქამდე რა, არ ეცდებიან და თუ ვინმე მსადა მაინც და მე თქვენს რომ ტყუილი არისო და ანუ ეგრე არისო და სიმართლეს არ შეესაბამებაო, მე ვიტყვი უბრალოდ იმის ოჯახის წევრებს უფრთხილდები და იმის
ბავშვების რას ვერ ჯირო უბრალოდ რატო უნდა იმას ავქნა რა თქვა თორე ყველა მიცის საპატრიარქოშიც ყველა მიცის ვიზე იყო ლაპარაკი და რა ვიცი თბილისშიც ბევრმა იცის იმიტომ რომ ის არ იყო ერთი და ორი კლიენტი არ იყო ვინც მაგასთან ვინც იმასთან დადიოდა რა და კიდევ ვიმეორებ ქალაქის ცენტრში ხდებოდა ხოდა ეხლა მე რა ბედია და აი საპატრიარქოს სენტიმენტებსა და კავშირებზე კრიმინალურ სამყაროსთან და როგორ ხდება ამ კრიმინალის გამოყენება საპატრიარქოს მხრიდან ხო და მაგას ვიძახი და ამათ მოსვლის დროს მეთქი ხო აი ესე დაემთხვა რომ თან კი არ დაემთხვა დაამთხვიეს ესე რომ აი შეიქმნა ეს ტოქსიკური ნაზავი აი ამ კრიმინალური სუბკულტურის ხალხის ამ საპატრიარქოს და აქეთ სახელმწიფოს ამ საპოლიციო ორგანოებს შორის. აი ეს სამი სამსახური შეიკრა და ემსახურება ერთი და იგივე მიზნებს. ეს ხალხი მე კარგად გადანაწილდა ის წეღან ვინც მოყევი რა. აი ესენი ვისაც ხელწერილები ქონდა დაწერილი, ვისაც რაღაცა ვიზეც რაღაცა ქონდათ, ერთი სიტყვით ეს ხალხი მე ხო აი ეს და აბა სულ ყველა მორწმუნეები არიან და სულ ყველა მონასტერში და მონასტერში ავიდეთ და აბა მონასტერში ადიან ლომკის გადასაგდებად და მონასტერში ადიან, როგორც კი პირველი რაღაცა შეექმნებათ, პრობლემა შეექმნებათ, მონასტერში დადიან. თავისთავად ამ მონასტერში სიარულში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ იქიდან ჩამოსული და გამოსწორებული, რა ვიცი, მეჯერ არავინ არ მინახია და აი ეს ხალხი ხო, კი მობილიზაცია ხდება ესე ზუსტად რომ ზუსტად ეგენი ხალხი საიდან იმას აშვებია რეგიონებიდან საიდან ეს იზრებათ ესე რომ ესე ერთ დღეს რომ მოგროვდნენ ხოლმე და ერთ დღეს რომ იმას აკნან და ტრანსპორტი და ბენზინი და ასე შემდეგ აი ამას უნდა დაგეგმა და ღონისძიება სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია რომ ეგ რო ხდებოდეს რა და ისევ მაგ გასაგონად ვიძახი რა რომ აი იმ დღეს როგორც 5 ივლისი იყო და აი მე ამ იმის რა ქვია ამ ნოემბერ-დეკემბრის დარბევების დროს რაც ვიხილეთ კიდე იქაც რომ აი ამ ნებისმიერი ამ დიდი დარბევების დროს ამ ტიტუშკებს რო იყენებენ და აი ამ ხალხის ზუსტად აი ამ კატეგორიის ხალხს რო იყენებენ რა და ამათ რო გონიათ რომ იმ დღეს პოლიცია და ისინი ერთად არიან ხო აი ზუსტად მათ გასაგონად ვიძახი კიდე ახლა ერთ რაღაცას რა რომ არაფერი მეთქი აი ამ ხალხს ხო არ არსებობს ამ ხალხის შერიგება ვერ მოხდება რაც არ უნდა ვინც არ უნდა ეცადოს ბიძინა ივანიშვილი კი არა ის რომ ჩამოვიდეს არ ვიცი რა ვიცი აი ვინ უნდა ჩამოვიდეს რომ ან ვინ უნდა დაინიშნოს ამ ქვეყანაში პირველ პირად რომ მოახერხოს ამ ორი სამყაროს შერიგება ვერ მოხერხდება არ მოხერხდება იმ დღეს ხო რო გონია აი ამ ქუჩის წარმომადგენლებს და აი ამ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს რო გონია აქეთ რო თანამშრომელი უდგას რომ თვალს რო უკრავს რომ შენიანი ვარო და ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებ და ორივე ერთად LGBT არმიას ვებძვითო ხო რო გონიათ ხო ეს იმ დღეს რო იქ ერთად არიან მაინც მეორე დღეს ეს მაინც ადგება და მაინც ფაქტის ჩალიც დაიწყებს და ფაქტის ჩალიც რო დაიწყებს მაინც დაიჭერს ეს პოლიციელი მეორე დღეს თუ არა მესამე დღეს მაინც დაიჭერს და როგორც კი ეს ჩაყლაპას დააწპირებს იმ ფაქტის ჩაყლაპას დააპირებს მაინც ამისგან ქოთი არაცდება და მაინც წაარტყავს წამოარტყავს და მაინც ემატყებით გადმოაგდებინებს იმ ფაქტს პირიდან მაინც ეგრე იქნება ვერ მოახერხებენ ამ ორი სამყაროს შერიგებას რა და ეს ტყუილი ილუზია არის თვალის ჩაკვრა ერთ საქმეს ვემსახურებით იყო კიდევაც იმ ჩანაწერში რომ ერთად ავართობ ეხლა მე რაც მოვყევი რამდენი CKPD-ს თანამშრომელს გაეცინა რომ ზუსტად ეგრე იქნება ყოფილა მომხდარა და კიდე ეგრე იქნება ვერ შერიგდებიან ეს ორი სამყარო შეცვლიან პოლიტიკას თუ არა როგორც კი იტყვიან რომ ესენი საჭიროები აღარ არიან და ამათ ეტყვიან რომ ესენი ქუჩაში უკვე აღარ უნდა იდგნენო იმ წუთას აი ეს ნაციონალების პერიოდს რო იხსენებენ მონაგონი გახდება ისეთი ბრძვენით შეუდგებიან აი ეს აქეთ პოლიციის ხალხი, პოლიციაში მომუშავე ხალხი, აი ამათ დაჭერა, დაკავებას და ასე შემდეგ რა, თუ გნებავთ ჩადებას და ასე შემდეგ. აი ისე რომ ვერავინ ვერ იქნება მე ამათი გამჩარებელი რა. ეს ხო მაინც ეგრე იქნება ერთი სიტყვით რა და ეს ტოქსიკური ნაზავი რაც შექმნეს ხო, ეს არის დროებითი. ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურებიან, მაგრამ როგორც ეს მიზანი მოისპობა და აღარ იარსებებს, ხო? ეს მაინც ისე იქნება რა. ისინი მაინც ცალკე დარჩებიან, ესენი ცალკე დარჩებიან და ყოველთვის რაც ყველა მომავალმა მთავრობამაც უნდა გაითვალისწინოს, ხო?
იმიტომ ესეთი სამსახურები, ვინც ნარკომანიას უნდა იბრძოდეს, ვინც აგენტის გამოვლენას უნდა იბრძოდეს, ეს სამსახურები არ შეიძლება ერთი ქუდის ქვეშ, ერთი მონსტრის სტრუქტურის ქვეშ ამათი ფუნქციონირება, რომ ნებისმიერმა მე ერთ მმართველობაში შემჩნეულმა იმან პარტიამ თუ რავი კონკრეტულმა დიქტატორმა ხო რომ ეს მერე გამოიყენოს იმისავით ეს შექმნილი უწყება რა იმიტომ ეს სისტემა დაინგრეს რასაც ვიძახით ხოლმე ეს უნდა დაიშალოს ეს მონსტრი უწყებები უნდა დაიშალოს მარტივ მომრავლებად და უნდა შეიქმნას რაღაცა ახალი უამრავი გამოცდილება არსებობს ნორმალური ქვეყნების და რა ვიცი უამრავი ხალხი არსებობს ვისაც ამის ენთუზიაზმიც აქვს და სურვილიც აქვს და რიგითი თანამშრომლები ხო არავინ არ არის კმაყოფილი დღევანდელი სიტუაციით დარწმუნებული ვარ რა და ეს რიგითი თანამშრომლების ბაზაც არსებობს ვიზეც უნდა აიწყოს მე მომავალში ეს სამსახურები გიორგი მადლობა ძალიან დიდი მადლობა თქვენ და მე მგონი დავასრულოთ ამით გადასახარშია რაც დღეს ვილაპარაკეთ ეს ყველაფერი კიდე ერთხელ ვამბობ რომ მე ხო ვიცი არა ეხლა როცა ვამზადებთ ამ პოდკასტს ვიცი რაზე ვილაპარაკებთ და გავდივართ ამ თემებს წინასწარ მაგრამ მიუხედავად ამ ცოდნისა აი გადაცემის წაყვანის დროს მაინც შოკში ვარდები და მაინც აი მიჭირს გააზრება რამ ხელა პრობლემასთან გვაქვს საქმე და რამდენად ჩამპალია ეს სისტემა. მოკლედ, ვებშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, ადრეც გითხარით მომავალ გადაცემას მიუძღვით საპატრულო პოლიციას და გვეყოლება ძალიან კარგი სტუმარი, რომელიც დიდი ენთუზიაზმით მივიდა საპატრულო პოლიციაში მისი რეფორმის დასაწყისში. დიდი ენთუზიაზმით მსახურობდა და შემდეგ როგორ მოხდა ამ სისტემის ჩამონგრევა, თვითონ ეს ადამიანი მოყვება, რომელიც დღეს სისტემიდან არის წამოსული, იმიტომ რომ სისტემაში მუშაობა აღარ შეეძლო. მადლობა თქვენ, მადლობა მაყურებელს. გამოგვიწერეთ და გვიყურეთ, დაგვიკომენტარეთ, ნებისმიერი თქვენი კომენტარი დადებითი უარყოფითი ნებისმიერი მისაღები იქნება გასათვალისწინებელს გავითვალისწინებთ რა თქმა უნდა და სამომავლოდ ჩვენი გადაცემის თემა იქნება კი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი სამსახური რომელზეც ძალიან ბევრია სალაპარაკო საპატრულო პოლიცია მომავალ შეხვედრამდე ძალიან ვფიქრობ რომ ეს გადაცემები თქვენთვის საინტერესო იქნება და თხოვნა გვექნება ესეთი რომ თუ რამე დამატებითი საკითხები გინდათ რომელიც შეიძლება რომ ან ვისაუბროთ ან განვიხილოთ ან შევეხოთ ან უფრო მეტად ჩავშალოთ და თემა უფრო მეტად ასე ვთქვათ თქვენამდე ფართოდ მოვიტანოთ სიამოვნებით მოიწერეთ YouTube-ის გვერდზე და ჩვენ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ დღეს ამით გემშვიდობებით შემდეგ გადაცემაზე როგორც ეკამ თქვა გვეყოლება ძალიან კარგი რესპონდენტი და მასთან ერთად ვისაუბრებთ უკვე ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელსაც ქვია საპატრულო პოლიცია.